საღამომშვიდობის. თქვენ წინაშეა სპეციალური გამოშვება. დღევანდელ გადაცემას ასე დავარქვი. დიდი დაბნეულობა. ვიდრე უშუალოდ გადაცემა შევუდგებოდა, მანამდე მინდა ორი განცხადება გავაკეთო. პირველი, ჩვენს ურთიერთობებში მქონდა გარკვეული წყვეტა, რაც ახლა გამოსწორებულია. ანუ ჩვენ გვექნება ისევ რეგულარული შეხვედრები პარასკევს საღამოს 7 საათზე. ეს გამოწვეულია იმითი, რომ ძალიან დიდია მხარდაჭერა თანადგომა თქვენი მხრიდან. ამ გადაცემის მაყურებელთა რაოდენობა არ იზომება 1000-ებით და არც 10,000-ებით, უკვე იზომება 100,000-ით. ზოგიერთ შემთხვევაში ცალკეულ ეპიზოდებში 9 მილიონსაც აღწევს და აჭარბებს კიდეც. ეს იმის მაუწყებელია პირადად ჩემთვის, რომ თემები, რომლებზეც ჩვენ ვსაუბრობთ თქვენთან ერთად, არის უაღრესად აქტუალური და მას აქვს პრინციპული მნიშვნელობა. ეს ერთი რაც უნდა მეთქვა და მეორე, წუხელ საღამოს რუსთაველზე მომიწია ფეხით გავლა და გამოჩერა ორმა ახალგაზრდა ადამიანმა. ბადრი ჭულუხიძე და ლანა ზვამბაია. ეს ორი ქართველი მოქალაქე ჩვენი ქვეყნისა აღმოჩნდნენ ტოლვილები, დევნილები, პირველი სამაჩაბლოდან, მეორე აფხაზეთიდან. მათ მიცნეს გამომელაპარაკნენ, მითხრეს რომ ჩემი გადაცემების ძალიან ინტენსიური მაყურებლები არიან, მხარს მიჭერენ იმ საკითხებში, რის შესახებაც მე თქვენთან მოგსაუბარი, მაგრამ ამასთან ერთად მთხოვეს რომ დამეყენებინა დევნილთა საკითხი. მათ სამი საკითხი დააყენეს და ახლა მინდა სამივე შევეხო. მათ თქვეს რომ 2008 წლიდან დღემდე, ანუ მთელი 17 წლის განმავლობაში თეთრი წყაროს რაიონში, კოდაში, ეს არის დევნილთა დასახლება, მთავრობის არც ერთი წარმომადგენელი არ ყოფილა. მთავრობის არც ერთი წარმომადგენელი არ ყოფილა მთელი ამ 17 თუ 18 წლის განმავლობაში და მე მესმის რომ ხელისუფლება რომელიც დღეს გვყავს მთელი ამ პერიოდის მომცველი არ არის, მაგრამ დიდი ხანია ისინი არიან უკვე ხელისუფლებაში და ნუ თუ დევნილთა საკითხი ისეთი მეორე ხარისხოვანია რომ მთავრობის არც ერთი წარმომადგენელი არ დაინტერესდა მათი ყოფა ცხოვრებით. არადა მათ თქვეს რომ აი თქვათ ერთი ასეთი საკითხი თითქოს ელემენტარული, მაგრამ უაღრესად მნიშვნელოვანი. ამ დასახლებაში რომლის შესახებაც ახლა ვსაუბრობთ, არა გვაქვს წყალი, სასმელი წყალი და იზრუნებული ვართ სასმელი წყალი შევიძინოთ. თქვენ წარმოგიდგენიათ რა მდგომარეობაში არიან ეს ადამიანები ამ თვალსაზრისით და ეს იმ ვითარებაში, როდესაც საქართველო არის ერთ-ერთი წყალუხვი ქვეყანა, სასმელი წყლით უმდიდრესი ქვეყანა ვართ ჩვენ და ნუ თუ დევნილებისთვის წყლის მიწოდების პრობლემის გადაწყვეტა აქამდე ვერ შევძერით. კიდევ ერთი საკითხი რაც მათ დააყენეს, 45 ლარი, რომლითაც სახელმწიფო დევნილებს ეხმარება. 45 ლარი. შეკითხვა დამისვეს ასეთი, რა თანხაა ეს? ვინ გამოიანგარიშა და საიდან გამოდიოდა ის, ვინც ეს გამოთვალა, როდესაც ამ თანხის რაოდენობას ადგენდა. საკვებს ეს თანხა არ ყოფნის, წამალს არ ყოფნის, წყალსაც კი არ ყოფნის, სასმელ უბრალო წყალსაც კი, რომელსაც ისინი ყიდულობენ. ეს იმ დროს ხდება, როდესაც ეკონომიკა იზრდება, ბიუჯეტი იზრდება, დეპუტატების და მინისტრების ხელფასები იზრდება, ხოლო დახმარება, რომელიც ტოლვილებს, დევნილებს ეძლევა 45 ლარი გაყინული რჩება წლების განმავლობაში. რა ქვია ამ თანხას? დახმარება თუ სიმბოლური დახმარება? ასე დააყენეს მათ ეს საკითხი, მე მათ გულისწყვილს ვიზიარებ, მე მათ პოზიციას, პათოს ამ თვალსაზრისით აბსოლუტურად ვეთანხმები და ამიტომაც გამოვიტანე დღეს სამსჯელოდ ეს საკითხი. ახლა რაც შეეხება უშუალოდ დღევანდელ გადაცემას. ჩვენ ვცხოვრობთ ურთულეს პერიოდში და ჩვენი პერიოდის სირთულე კადრების ხშირი
დაუშვებლად ხშირი ცვლითაც გამოიხატება. აი, ერთი მაგალითი ეს არის გუშინწინდელი საკითხი. პირველ რიგში გაცნობებთ, რომ საქართველოს მთავრობის სტრუქტურას დაემატება სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა. აღნიშნულ თანამდებობას დაიკავებს ბატონი მამუკამდინარაძე, რომელსაც ასევე დაეკისრება საქართველოს ვიცე-პრემიერის მოვალეობა. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე საქართველოს პარლამენტს წარუდგენთ ბატონი გეგა გელაძის კანდიდატურას. გვინდა ვთხოვოთ საქართველოს პარლამენტს მომავალ სასესიო კვირაში აირჩიოს ბატონი გეგა გელაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობას დაიკავებს ბატონი სულხან თამაზაშვილი, მასაც მინდა გადავუხადო მადლობა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის პოზიციაზე ძალიან წარმატებული საქმიანობისთვის. აი, ასეთი იყო ამონარიდები ბრიფინგიდან, რომელიც პრემიერ-მინისტრს ჰქონდა და რომლითაც ის ქართული ხალხის წინაშე წარსდგა. არავინ არ წასულა. ამ კონკრეტულ შემთხვევაში თანამდებობის გარეშე არავინ დარჩენილა, მაგრამ დატრიალდა რაღაც გაუგებარი კარუსელი. შეიცვალა უშიშროების სამსახურის შეფი, შეიცვალა შინაგან საქმეთა მინისტრი, იქიდან წამოიყვანეს რესპუბლიკის ხელმძღვანელი აჭარიდან და მოხდა ეს ცვლილებები, მაგრამ რა ცვლილებებია ეს და რა უდევს მას საფუძვლად. მე ჩვენი მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით ამასთან დაკავშირებით ბევრი მსჯელობა მომისმინა, მაგრამ სიღრმისეული მსჯელობა მართალი გითხრათ არ მომისმენია. ახლა დეტალების შეგრკიტება ვინ რა როგორ ეს ყოველთვის არის შესაძლებელი, მაგრამ საბოლოო ჯამში ამას მივყავართ სახელების და გვარების ცვლილებამდე და სინამდვილეში რა იცვლება. სინამდვილეში რასთან გვაქვს საქმე. რატომ ხდება კადრების ასე ჩქარი მონაცვლეობა? ჩვენ ხომ ვიცით, რომ უშიშროების შეფიც და შინაგან საქმეთა მინისტრიც სულ ახლახანს რამდენიმე თვის წინ დაინიშნენ. რა გააკეთეს მათ? ისეთი რომ შემდგომ ახალი საქმეების გასაკეთებლად წაიყვანეს, ან რა გააფუჭეს ისეთი რომ რამდენიმე თვეში თანამდებობებს ჩამოაძლეს. რატომ ხდება? რასთან გვაქვს საქმე? ეს რა თქმა უნდა გასარკვევია და მე ვფიქრობ რომ აქ მხოლოდ საშინაო ფაქტორები არ მოქმედებს, აქ მოქმედებს საგარეო ფაქტორები. ჩვენ ვიცით რომ უაღრესად რთულია, დაძაბულია ვითარება, საერთაშორისო ვითარება ეს გარკვეულ გამოძახილს პოვებს ჩვენთანაც, იმიტომ რომ ჩვენ იმ გეოგრაფიულ წერტილში ვიმყოფებით, რომელიც ყურადღების გარეშე არც დარჩენილა და არც მომავალში დარჩება, იმიტომ რომ საკვანძო წერტილია. უაღრესად მნიშვნელოვანი პოლიტიკური და გეოპოლიტიკური, უაღრესად მნიშვნელოვანი სტრატეგიული წერტილია საქართველოს თავისი მდებარეობით. ახლა მიმდინარეობს მსოფლიოს გადანაწილების ახალი პროცესი. და ვხედავთ ჩვენ რაღაცა იცვლება. მსოფლიო წესრიგი, რომელიც არსებობდა მეორე მსოფლიო ომიდან მოყოლებული, დაინგრა. რაღაც ახალი წესრიგის კონტურები უნდა გამოისახოს, ეს პროცესი მიმდინარეობს, მაგრამ რა გავლენას მოახდენს ეს ჩვენზე? ჩვენ ვიცით, რომ ახლა მიდის რაღაცა გადაკაჩვის პროცესი. ჩვენ ვიცით, რომ ის საგარეო პოლიტიკური ვექტორი, ორიენტაცია ჩვენი, რომელიც ჩამოყალიბდა მას შემდეგ, რაც საბჭოთა კავშირი დაიშალა, უაღრესად არასწორი აღმოჩნდა, რბილად რომ ვთქვათ, რამაც გვანჯღრია მთელი ამ 30-35 წლის განმავლობაში, დაგვეკარგინა ტერიტორიები, საქართველოს პრაქტიკულად სამ ნაწილად დაიშალა. გარდა ამისა, მოხდა ისეთი რყევები, ისეთი ძვრები, რომ ჩვენი მოსახლეობა თითქმის განახელდა ამ წლების განმავლობაში, ძალიან დიდი ნაწილი იძულებული გახდა გაქცეულიყო ქვეყნიდან, ლუკმაპურის საძებნელად და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და ახლა ეს ვითარება რაღაცნაირად იცვლება, ახალი ვითარება ყალიბდება და ჩვენ ვართ მოლოდინში. სად აღმოჩნდებით? ვის გვერდით აღმოჩნდებით და რა გეოპოლიტიკურ კონტექსტში უნდა მოვიაზროთ ჩვენი თავი მომავალში. ამისი გამოძახილი ხომ არ არის საკადრო ცვლილებები. ხომ არ არის ეს ერთგვარი ღალატის და უნდობლობის სინდრომის გამოვლენა. ღალატისა და უნდობლობის სინდრომის გამოვლენა.
და ხომ არ არის ეს გამოვლენა იმისა, რომ ჩვენ ისევ ვეძებთ ჩვენ ნავსაყუდელს თუ საით ვქნათ, ასე ვთქვათ, პირი. ყველაფერი ამისი გამოხატვა ვცადე ერთი კონკრეტული პოეტური ნაწარმოებით, პატარა ლექსით, რომელსაც დიდებულად კითხულობს ჩვენი ცნობილი მსახიობი, საყვარელი მსახიობი მურმან ჯინორი. საით წავიდე უფალო, დაბნეული ვარ ძალიან. იქ მისვლა მინდა, სადაცა სათნუნი მრავლად არიან. გულში ჩავიკრა სამყარო, ტკბილი და თბილი ალერსით სურს, მაგრამ ჩემი სურვილი სხვებს მცირედითაც არ ესმით. როგორ მოვიქცე მითხარი, დრო რომ სიკეთეს აფრქვევდეს, გარშემო მყოფთა გული კი სახელსა შენსა აქებდეს. შენთან მოვდივარ უფალო, მოწაფე შენი ცოდვილი, გზა უკეთესი ვერ ვნახე, დედამიწა მაქვს მოვლილი. ამ გადაცემის ბოლოს მე ვანთებ სანთელს. ეს დამნერგე ამ გადაცემაში რიტუალად, რატომ? იმიტომ რომ ჩვენ სხვა გზა არ გაგვაჩნია. როდესაც პოლიტიკურ გზაზე ვლაპარაკობთ, როდესაც საგარეო ორიენტაციაზე ვლაპარაკობთ, უპირველესი ორიენტაცია ჩვენი უნდა იყოს უფლის და მაცხოვრის გზა. უფლის და მაცხოვრის გზაზე თუ შევდგებით საბოლოოდ და ნამდვილად და რეალურად. იმიტომ უსვამ ამას ხაზს, რომ სწორედ ეს არის მთავარი. იმიტომ უსვამ ამას ხაზს, რომ პოლიტიკური ორიენტაცია, რომლის შესახებაც ხშირად საუბრობ ხოლმე, ემთხვევა უფლის გზას. იმიტომ უსვამ ამას ხაზს, რომ არ შეიძლება მართლმადიდებლობის გზაზე შედგომა მხოლოდ და მხოლოდ ლოცვებითა და სამთის ანთებით. პირველ რიგში მართლმადიდებელ სამყაროს უნდა ეკუთვნოდა. უნდა გესმოდეს, სად არის მართლმადიდებლობის ცენტრი. უნდა გესმოდეს, ვინ არის ის, ვისაც შეუძლია მართლმადიდებლობა იხსნას. იხსნას მეთქი, იმიტომ მოგახსენებთ, რომ მართლმადიდებლობა დიდი დარტყმის ქვეშ დგას. მართლმადიდებლობა როგორც ჭეშმარიტი ქრისტიანობა და ზნეობის უპირველესი პლაცდარმი. აი ეს დგას დღეს დარტყმის ქვეშ. ამიტომ თუ მართლმადიდებლობის გზაზე შედგომის შესახებ საუბრობთ, პირველ რიგში მართლმადიდებელი სამყარო უნდა გვესმოდეს რა არის და ამ მიმართულებით უნდა ვიაროთ. ახლა დაუბრუნდეთ ამ საკადრო ცვლილებებს. ის რის შესახებაც ახლა ვიტყვი, არ არის მინიშნებაც კი არ არის. ეს არ არის რეალობა, ნუ დაინახავთ ისე რომ რაც ახლა გამოჩნდება და რის შესახებაც საუბარი იქნება თქვენს ეკრანზე, ეს არის უტყუარი ჭეშმარიტება. გითხარით მინიშნებაც კი არ არის მეთქი, მაგრამ პატარა უტრირების საშუალებას და უფლებას მივცემ ჩემ თავს. ბევრი გვილაპარაკია და ბევრი გვინერვიულია კიდევაც, რომ არ დაგიმალოთ, ხო? აი, როდესაც ძის დაგდებულ ახალგაზრდა მამაკაც სახეში წიხლით ცემს სამართალ დამცველი. როდესაც ჟურნალის, ვინც არ უნდა იყოს, როგორიც არ უნდა იყოს, რა მნიშვნელობა აქვს, მე ეს ახლა კი არ ვამბობ, ბევრჯერ მithქვამს. თქვენთან წინა ეთერებში სამის შესახებ ზუსტად ასე მილაპარაკე, მაგრამ ახლა ჩემი კომპეტენცია ახლანდელის და ხვალინდელის, ასე ვთქვათ, მაძლევს იმისი უფრო თამამად თქმის საშუალებას, რომ შეიძლება ასეთი საკითხები. აი ეს იყო ეს ნათქვამი და ამან გამახსენა ერთი პატარა ვიდეო ეპიზოდი, რომელიც ინტენსიურად ტრიალებდა საქართველოში
გარკვეული ხნის წინ, მაგრამ შეხედეთ როგორ მოერგება ახლა ამას. ოქტომბერს ველოდებით თუ გადაგვარჩეს ივანიშვილი. იმას ვენაცვალე ვებო მე. აბა თქვენი ცით, აბა მოგვეხმართ. ხო და ივანიშვილი რო გადაგარჩეს, მაშინ და ექცება ზუსტად ქვეყანა რო იცოდეთ რა. დედა აგი ნაციონალი ყოფილა. დედაო აგი ნაციონალი ყოფილაო. ეს შეწუხებული წამოძახილი ამ ქალბატონისა და ვიღაცამ როდესაც მდინარაძე ალაპარაკდა იმასთან დაკავშირებით, რომ აი პოლიციელი როგორ მოიქცა ცუდად, როგორ ურტყამდა ვიღაცას და ასე შემდეგ, შესაძლებელია იფიქროს, რომ ეს კაცი ნაციონალი ხომ არ არის, კაცო, ეს კაცი იმათ გამართლებას ხომ არ ცდილობს, ვინც დაპირისპირებულია დღევანდელ ხელისუფლებასთან. თქვი და კიდევ ვიმეორებ, უტრირებას ვახდენ. არაფერი საერთო ამას რეალობასთან არ აქვს, მაგრამ როდესაც ჩნდება ღალატის და უნდობლობის სინდრომი. ასეთ შემთხვევაში ნებისმიერი დეტალი შეიძლება კატალიზატორის როლის შემსრულებელი იყოს. ამიტომ მოგახსენეთ, რომ იცით როგორ არის ისეთი საკვანძო თანამდებობები და პოზიციები, სადაც გადაადგილებები მოხდა. არ არსებობს ისე, რომ იქ გავლენები არ იყოს. საზღვარგარეთის გავლენები, საზღვარგარეთის და უცხოური ქვეყნების სპეცსამსახურების გავლენები არ იყოს. და მუდმივად შდება შიში. რამე ხომ არ მზადდება, რამე ხომ არ ხდება. ვინმესთან რამე საიდუმლო გარიგებაში ხომ არ შედის. აი ასეთი მძიმე ვითარებაა დღეს. ეს გამოგონილი არ არის, ეს ხელოვნური არ არის. ეს რეალური ამბებია, რეალური ცხოვრებაა ჩვენი და ამიტომ ხანდახან გასაკვირი რომ არის ხოლმე, რატომ ასეთი ჩქარი ცვლილება რა მოხდა რაში ეს საქმე. რამე კონკრეტულს უკავშირდება ეს თუ რაღაც ზოგადი სურათი დგას ყველაფერ ამის უკან. ეს სერიოზული თემებია და მე მგონია რომ კონკრეტულ საკითხებზე მეტად კონკრეტულ თუნდაც გადაცდომებზე მეტად შესაძლებელია აქ საერთაშორისო სურათი იკვეთებოდეს და რაღაცის მიმანიშნებელი იყოს ეს ჩვენთვის. აი თუნდაც იმიტომ, რომ ქვეყანაში ასეთი ვითარებაა შექმნილი. იგორ ბლაჟევიჩის ტრენინგები და ოპოზიციის რევოლუციური გეგმები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს კონკრეტული მტკიცებულებები აქვს. ამის მიუხედავად ჩეხი ინსტრუქტორის ქართველი მოსწავლეები მასთან კავშირს უარყოფენ. ოპოზიციის მიერ იგორ ბლაჟევიჩთან კავშირის უარყოფის პარალელურად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ამ საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს და მტკიცებულებებიც არსებობს. მამუკა მდინარაძის განმარტებით სისხლის სამართლის საქმეში დევს არაერთი ჩანაწერი ბლაჟევიჩის მონაწილეობით. ირკვევა ისიც, რომ ქვეყანაში უცხოური თანხის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის შემდეგ ტრენინგები დისტანციური გახდა. თუმცა სიახლეები არ შეეხო მიზანს, რაც გულისხმობს არეულობას, ქვეყნის საწინააღმდეგო საქმიანობასა და ხელისუფლების ძალადობრივად შეცვლას. არსებობს კონკრეტული სისხლის სამართლის საქმე და კონკრეტული მოსამართლის განჩინების საფუძველზე აბსოლუტურად ლეგიტიმურად გაკეთებული ჩანაწერები, სადაც ამ ყველაფრის მამხილებელი სიტყვები, ფრაზები, ხმა, კონკრეტული ადამიანები არსებობს. არისვენებს დასავლეთი. არისვენებენ ის ადამიანები, რომლებიც ამაში არიან ჩართული და ერთი მეორის მიყოლებით მოგვევლინებიან ხოლმე პერსონები, რომლებიც უკვე კონკრეტულად მუშაობენ. ჩვენ ხშირად გვიწევს საუბარი იდეოლოგიურ სამზადისზე, იდეოლოგიური ბაზის შექმნაზე, რასაც ემსახურებიან ეგრეთ წოდებული არასამთავრობო ორგანიზაციები, მედია საშუალებები, განსაკუთრებით ეს ოპოზიციური მედია საშუალებები. ოპოზიციური რომ ქვიათ, მაგრამ სინამდვილეში ოპოზიციური კი არა, მტრის სამსახურში ჩამდგარი მედია საშუალებები არიან. მტრის აგენტურას ემსახურებიან და უმრავლესობა ასეთია დღეს საქართველოში. ეს იდეოლოგიური მუშაობა არსად არ წასულა, მაგრამ აქ უკვე კონკრეტულ მუშაობაზეა საუბარი, კონკრეტულ მიმართულებაზეა, კონკრეტულ სამზადისზეა საუბარი, ის შესახებაც ახლა ბატონი მდინარაძე საუბრობდა და აი კიდევ გავაგრძელებინოთ მას ამ მიმართულებით ლაპარაკი. აქვთ რაღაც გაიდლაინი, რომელიც არ ძველდება
მაინც სიახლეს არ წარ 2000-იანი წლების დასაწყისში კმარა რომ იყო რა მეთოდებით ოდნავ იხვეწება და ამ მეთოდებით მუშაობენ ყველგან სპეცსამსახურები სხვადასხვა ქვეყნებში რაღაცებს გონიათ რომ იქ არის მხოლოდ ტრენინგები აქ არ არის მხოლოდ ტრენინგები აქ არის კონკრეტული მითითებები კონკრეტული მითითებები კონკრეტული დავალებები და კონკრეტული მუშაობა და სამზადისი სახელმწიფო გადატრიალებისთვის დავარქვათ პირდაპირ ყველაფერს დავისახელი სახელმწიფო გადატრიალებისთვის იმიტომ რომ როგორც ზემოთ თქვი დასავლეთი არ ისვენებს დასავლეთის სპეცსამსახურებს ანუ დასავლურ პოლიტიკას სურს აქ მოიპოვოს მისი გავლენა თავიდან ბოლომდე სრული 100%-იანი გავლენა ხოლო ქვეყნის ლევანდელი ხელისუფლება აცხადებს რომ საქართველოს არის სუვერენული სახელმწიფო და სხვა სახელმწიფოებს შიგნით ასე ხელისფათურის უფლებას და საშუალებას არ მივცემთო. აი ამ ჭიდილში ვართ ახლა და წეღავ თქვი რომ ის იდეოლოგიური ფონი და საფუძველი და საძირკველი რომლის შესახებაც ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ არსად წასულა მეთქი. აი მართლაც არსად არ წასულა ბატონი ჰერჩინსკის უკანას ბოლო ღაღადისი. ის რაც მომავალ კვირებსა და თვეებში გადაწყდება, განსაზღვრავს ეკუთვნის საქართველოს ევროპული ქვეყნების ოჯახს, რომელიც დაფუძნებულია დემოკრატიაზე, კანონის უზენაესობასა და ადამიანის უფლებებზე, თუ სამწუხაროდ თავის ბნელ წარსულს დაუბრუნდება. ასე ხედავს ევროკავშირის ელჩი საქართველოს მომავალს, ან ბრიუსელის მითითებების შესრულება, ან ბნელი წარსული. ევროპელი დიპლომატი ევროპიდან იმაზე ამახვილებს ყურადღებას, რომ ჩვენი ქვეყანა შესაძლოა სამოქალაქო ომის პირობებში სიღარიბესა და რთულ დროში დაბრუნდეს. თუმცა რა აძლევს ელჩს ამის თქმის საფუძველს უცნობია. ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ საქართველოს და შესანიშნავი თბილის სტუმართმოყვარე ქართველი ხალხი დაბრუნდეს ძალადობის სამოქალაქო ომის, სიღარიბის, გაჭირვების, კორუფციის ბნელ დროში. ეს ბატონი ბრძანებს, რომ ჩვენ ეს არ უნდა დავუშვათო, მაგრამ ნახეთ რა სიტყვებს ახსენებს, გარდა გაჭირვებისა, გარდა ბნელ დროში დაბრუნებისა, მან ახსენა სამოქალაქო ომი. და აქ ეს ასე უნდა წავიკითხოთ ეს ტექსტი. თუ თქვენ არ მოექცევით ჩვენი 100%-იანი გავლენის ქვეშ, ანუ თუ არ იქნებით ჩვენი კოლონია, ჩვენი ასე ვთქვათ, დირექტივების შემსრულებლები, ასეთ შემთხვევაში ჩვენ რაღაცეებს მოვაწყობთ და მათ შორის იქნება სამოქალაქო ომი. მათ შორის იქნება სამოქალაქო დაპირისპირება, დესტაბილიზაცია და საბოლოო ჯამში სახელმწიფო გადატრიალება. ეს პირდაპირ მუქარასაც ვერ დავარქვე. ეს გაფრთხილებაა. მუქარაზე მეტია ამ კონკრეტულ შემთხვევაში. ეს არის გაფრთხილება, რომ ეს ასე მოხდება და არა სხვაგვარად. შეეშინდა საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას თუ არა, ეს სხვა საკითხია, ამასაც ახლა ვნახავთ. პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე. ქართულ ხალხს ემუქრება სამოქალაქო ომით და გაღარიბებით. ეს არის მისი პირდაპირი მუქარა, რა თქმა უნდა, ამისათვის ელჩის დაბარება არის მიზანსაჭიროა. როგორ მიყავს ქვეყანა აქამდე სამოქალაქო ომი, ერთხელ ხო სადა, ორჯერ ხო სადა, ხუთჯერ ხო სადა. ნახეთ, ჩვენ ქვეყანაში გამოვიარეთ რევოლუციის მოწყობის 5 მცდელობა 4 წლის განმავლობაში. ბატონი ელჩი გამოდიოდა საპარლამენტო არჩევნების წინ და ქართულ ხალხს მოუწოდებდა ნაცების დაბრუნებისკენ. ქართულ ხალხს ის პირდაპირ თავისი მოწოდებით აბრუნებდა სისხლიან, სწორედ რომ ბნელ 9 წლიან წარსულში. ეს არის ელჩის სულისკვეთება და ეს არის ტრაგიკული. ასეთია პრემიერ-მინისტრის შეფასება. ახლა ბარემ მოусმინოთ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესაც, რომელიც შეაფასებს ამ სიტუაციას და შემდეგ ერთად შევაჯამოთ რას და გვაქვს აქ. ძალადობაზე გვესაუბრებიან ისინი, ვინც თავად წააქეზა 4 ოქტომბრის ძალადობა. სამოქალაქო ომზე გვაფრთხილებენ ისინი, ვისი დაფინანსებითაც მოქმედებდნენ ეკლესიაზე, სახელმწიფოზე და ადამიანის ღირსებაზე თავდამსხმელი ჯგუფები. სიღარიბეზე გვმოძღვრავენ ისინი, ვინც რუსეთთან სანქციების ომში გვთავდნენ და ეკონომიკის ნგრევისთვის და სიღატაკისთვის გვწირავდნენ. ბნელ წარსულზე გველაპარაკებიან ისინი, ვინც ციცრუითა და მზაკვრობით ცდილობენ გაამართლონ რეჟიმი, რომლის დროსაც ადამიანის უფლებების დარღვევა, რეკეტი, წამება სახელმწიფო პოლიტიკად იყო ქცეული. ხალხი ვნახეთ 2024 წლის არჩევნებზე. ხალხი ვნახეთ პატრიარქთან გამოთხოვების დღეებში და ხალხს კიდევ ერთხელ ვიხილავთ რამდენიმე დღეში 17 მაისს. ერთიანს მტკიცეს, საკუთარ რწმენასა და იდენტობაზე დამყარებულს. ამ ფონზე ბატონი ელჩის მხრიდან ხალხზე საუბარი არა მხოლოდ არაკორექტულია, ის პოლიტიკური ცინიზმის კლასიკური მაგალითი.
აი ასეთია ეს შეფასებები. ერთის მხრივ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის მედგრად დადგომა საკუთარი პოზიციის დაცვა, საკუთარი ქვეყნის ინტერესების დაცვა და მადლობის მეტი რა გვეთქმის, მაგრამ რეალობა გვაქვს ასეთი, აი როგორც ქარ-ქაზე მიბჯენილი დასავლეთი და საქართველო. და ჩვენ ვხედავთ, რომ სულ უფრო და უფრო იძაბება ეს დამოკიდებულება, ეს ურთიერთობა. სანამდე გაუძლებს ამას დასავლეთი. ბოდიშოთი, საქართველო, დასავლეთის ამ ზეწოლას. სანამდე გაუძლებს, ან აქვს თუ არა მას ის რესურსი, რომ ბოლომდე გაუძლოს და ბოლომდე ასე მედგრად დადგეს. შეკითხვაა, რომელსაც აქვს არსებობის უფლება. და თუ გაუძლებს, ვთქვათ, შედეგად რა დადგება? თუ დასავლეთს გაუძელით, მიზეწოლას გაუძელით, შემდეგ სად მივდივართ? მარტო რჩებით დამოუკიდებელი, სრულიად დამოუკიდებელი ამ სიტყვის ამომწურავი გაგებით და სრული მნიშვნელობით ასეთი სახელმწიფო ვიქნებით, ეს ხომ სასაცილოა. დღეს ასეთი დამოუკიდებლობა არავის არ აქვს. თქვენ წარმოიდგინეთ არათუ საქართველოსნაირ პატარა და სუსტ ყველა გაგებით სუსტ სახელმწიფოს, არამედ თვით სახელმწიფოებსაც კი. აი ესეთი სახელმწიფოები, როგორც არის, ვთქვათ, რუსეთი, როგორც არის ჩინეთი, არ არიან ისინი სრულიად დამოუკიდებელნი, ისე რომ არ განიცდიდნენ გავლენას, თუნდაც იგივე დასავლეთის გავლენას, ამერიკის შეერთებული შტატების გავლენას. თვით ამერიკის შეერთებული შტატებიც კი არ არის თავისუფალი ამ გავლენებისგან. იმიტომ რომ ის მოქმედებს იმის შესაბამისად, თუ როგორ აისახება ეს სხვა სახელმწიფოთა პოზიციებზე და დამოკიდებულებებზე, იგივე რუსეთზე და იგივე ჩინეთზე. ამის მიხედვით მოქმედებს ამერიკის შეერთებული შტატები. რამდენად არის იქ რაღაცა არაორდინალური მდგომარეობა ტრამპის პერსონალთან დაკავშირებით, ეს სხვა საკითხია, მაგრამ გავლენების გარეშე არც ერთი სახელმწიფო არ არსებობს და რანაირად დავრჩებით ჩვენ გავლენების გარეშე. თუ ეს ქარ-ქაზე მიბჯენილი სიტუაცია ბოლომდე მივა, ესე იგი ჩვენ დასავლეთს დავემშვიდობებით და რაღაც სხვა გზას ვიპოვით. აი იმ სხვა გზას რომ ვიპოვით, რომელია ის სხვა გზა, მეთქი ვკითხულობ. ეს საკითხიც რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია და რა თქმა უნდა ანგარიშგასაწევია, ყურადღება მისაქცევი. არ შეიძლება ამ საკითხის უყურადღებოდ დატოვება. ესე იგი არსებობს სხვა მიმართულება გარდა დასავლეთის. ვიცით ჩვენ რა მიმართულებაც არის, ეს არის ჩვენი ისტორიული მიმართულება. პირველ რიგში ეს არის რუსეთთან ჩვენი დამოკიდებულება, მაგრამ აი როდესაც დასავლეთთან და ევროპასთან ეს ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა, ნახეთ თქვენ ჰერჩინსკის პოზიცია, ნახეთ კობახიძის პოზიცია, ნახეთ პაპუაშვილის პოზიცია. აი ამის შემდეგ ყველაფერ ამასთან ჰარმონიაში მოდის თუ არა, ვთქვათ, ის პოზიცია, რომელიც ჩვენმა საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა აი ამ რამდენიმე დღის წინ პარლამენტში ყოფნისას. ნახოთ, რას ამბობს იგი. ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენთვის საქართველოს მოქალაქეთა დიდი ნაწილისთვის, დიდი უმრავლესობისთვის არის ჩვენს ისტორიაზე, კულტურაზე, იდენტობაზე დაფუძნებული მისწრაფება, რომელიც მიზნად ისახავს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისთვის საუკეთესო გარანტიების შექმნას. ესე იგი ჩვენ უნდა დავრჩეთ ამ პოზიციაზე და უნდა ვისწრაფოდეთ ევროკავშირისკენ, ევროკავშირის წევრობისკენ, მაგრამ როგორ და რანაირად, როდესაც ევროკავშირი სულ სხვანაირად გვექცევა. საიმისო საფუძველს, რაც ახლა ქალბატონმა მინისტრმა ბრძანა, ის არ ტოვებს. და ეს ჩანს პრემიერ-მინისტრის კომენტარებში, ეს ჩანს პარლამენტის თავმჯდომარის კომენტარებში. მაშინ რას ეფუძნება მინისტრის ეს განცხადება უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში? აქვს ამას რამე საფუძველი? და სხვათა შორის ის თავისი სახელით კი არ ლაპარაკობს მარტო, არამედ პრემიერ-მინისტრსაც იმოწმებს.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ცალსახად განაცხადა, რომ ჩვენი სახელმწიფოებრივი ამოცანა საქართველო 2030 წელს გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა, რისთვისაც ძალისხმევას არ დავიშურებთ. 2030 წლისთვის საქართველო ყველა კანდიდატ ქვეყანაზე მეტად იქნება მზად ევროკავშირში გასაწევრიანებლად. როგორ შევკრათ ახლა ეს ერთად? როგორ მოვათავსოთ ცეცხლი და ყინული ერთად? როგორ მოვათავსოთ ურთიერთგამომრიცხავი დებულებები, დამოკიდებულებები, მისწრაფებები, პოლიტიკა ერთად, ერთ ყუთში როგორ შევფუთოთ ერთად? ეს არის ხომ ამოცანა? კიდევ მოусმინოთ ხალბატონ მოჭერულიშვილს. 2028 წლის ბოლო არის ის დრო, როდესაც საქართველო იქნება ეკონომიკური თვალსაზრისით სათანადოდ მომზადებული, რათა გახსნას მოლაპარაკებები 2030 წელს ევროკავშირში გასაწევრიანებლად. ისინი სახელმწიფო გადატრიალებით და სამოქალაქო ომით გვემუქრებიან. ისინი გვეუბნებიან, რომ თუ არ იქნებით ჩვენი ვასალები და ყურმოჭრილი მონები და თუ არ შეასრულებთ ყველა იმ დავალებას, რომელსაც ჩვენ გაძლევთ და მოგწემთ მომავალშიც, ასეთ შემთხვევაში ჩვენ მოგიწყობთ სახელმწიფო გადატრიალებას, სამოქალაქო ომს და ასე შემდეგო და თქვენ აგერ 30 წლისთვის ემზადებით ევროკავშირში გასაწევრიანებლად. რაღაცა ისეთი გაურკვევლობაა, ისეთი დაბნეულობაა, რომ მსგავსის ანალოგის პოვნა ცოტა მიჭირს ისტორიაში. ძალიან ძნელია ეს რაღაცნაირად და ამ დროს ჩვენ რაღაც ნაბიჯები გვაქვს გადასადგმელი. ამ დროს, როდესაც ის ერთი მიმართულება, რომლისგანაც ჩვენ ასე ისრაფოდი წლების განმავლობაში, ასე გექცევა, ასე გიპირისპირდება, მაშინ რაღაცა ალტერნატივა უნდა მოძებნო და ეს ალტერნატივა, როგორც ვთქვი, რუსეთია. სხვა არაფერი ალტერნატივა არ არსებობს ჩვენთვის. ამიტომ ამ რუსეთთან რაღაც ნაბიჯებია გადასადგმელი. რაღაცა გასაკეთებელია, რაღაცა მოსაფიქრებელია. პირველ რიგში ეს არის დიალოგის დაწყება და გარკვეული კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, რომ ურთიერთობა უფრო ინტენსიური გახდეს, გზა მაინც გაიხსნას, მიმოსვლა აღდგეს და ამ ბაზაზე თუნდაც აი ამ ეკონომიკური წანამძღვრების საფუძველზე რაღაც პოლიტიკური გადაწყვეტილებები იქნას მიღებული. ის, რასაც ლაპარაკობ აქ სახლში, არავისთვის მოსასმენი არ არის. არავის არ აინტერესებს. შეიძლება აინტერესებს, მაგრამ სამოქმედო გეგმად არ მიიღებს და არ გიჩვენებს და არ გეტყვის, რომ მე ეს მაინტერესებს. აი ეს ყველაფერი ხომ უნდა უთხრა. რუსეთს ხომ უნდა დაელაპარაკო და უთხრა თუნდაც ეს პოზიცია, რომელიც სრულიად შეუთანხმებელია, სრულიად ქაოტურია, სრულიად აბსურდულია ამ ვითარებაში, მაგრამ თუნდაც ამითი ხომ უნდა მიხვიდე ამ რუსეთთან. თუ ასე დაულაპარაკებლად გინდათ გადაჭრათ საკითხები, რომელთა გადაჭრის გარეშე საქართველო არ ქვია. საქართველო არ არის. ტერიტორიული მთლიანობის გარეშე, აფხაზთა შემორიგების გარეშე, ოსთა შემორიგების გარეშე. საქართველოს არ ქვია საქართველო. მას ქვია ნაკლოვანი საქართველო, მას ქვია კიდურებ მოჭრილი საქართველო და ამ მდგომარეობიდან გამოსავალი მხოლოდ იქ არის საძებნი, თუ დიალოგს დავიწყებთ, რაღაცაზე შევთანხმდებით, რაღაცაზე ჩამოვყალიბდებით. ახლა არის ჯერ ერთი საერთაშორისო კონტექსტში არის ძალიან ხელსაყრელი ვითარება ამისთვის შექმნილი. და მეორე, ჩვენი დასავლეთთან ჩამოყალიბებული ამ ჩვენი ურთიერთობის გამოც ასევე ხელსაყრელი ვითარება გვაქვს რუსეთთან დიალოგის დასაწყებად და თქვენ ჭრით პირდაპირ ამ გზას. არ გინდათ ამ გზის გაცნობიერებაც კი არ გინდათ და საერთოდ ვერაფერს ვერ ხედავთ. საკამათოსაც კი ეს უკამათოდ ჭრით ამ გზას. ეს სწორია? მე მგონი ეს არ არის სწორი და არ არის ჩამოყალიბებული. ახლა მინდა ერთი სიუჟეტი გაჩვენოთ. ამ მოცემულებაში, როდესაც საქართველოს ტერიტორიები რუსეთის ფედერაციის მიერ არის ოკუპირებული, სარკინიგზო მიმოსვლისა თუ დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის საკითხზე საუბარი ვერ იქნება. ასევე არარელევანტურია საუბარი ნეიტრალიტეტის საკითხთან დაკავშირებით, რომელთანაც
ჰქონდათ ასევე კითხვები. არა რელევანტურია, ხო? რელევანტური რომელია, ქალბატონო? თქვენ მარტო რაღაცის უარყოფა ხომ არ გევალებათ, თქვენ საგარეო საქმეთა მინისტრი ხართ და თქვენს ზემდგომებთან უნდა მიხვიდეთ გარკვეული პაკეტი წინადადებების. თქვენ უნდა შეისწავლოთ, თქვენ უნდა გააანალიზოთ, თქვენ უნდა დასკვნები გააკეთოთ და ამ წინადადებებით უნდა მიხვიდეთ ზემდგომებთან. და ეს არ ჩანს. არარელევანტურობის დადგენა გაცილებით უფრო ადგილია, ვიდრე რელევანტურობის დადგენა. თქვენ არ გითქვამთ აქ წინადადება, რომელიც განსახილველია. არ წამოგიყენებიათ საკითხი, რომელიც განსახილველია. თქვენ რაღაცა უარყავით, დაიხურეთ კუდი და წახვედით. კი, მაგრამ რა ვქნათ? სხვა რა გზა, ის სხვა გზა სად არის? ჩანს ის სხვა გზა? არ ჩანს. ახლა ნახოთ, აი ამ პოზიციას, რაც თქვენ ახლა მოისმინეთ საგარეო საქმეთა მინისტრისგან. ამ პოზიციას თქვათ რა გამოხმაურება მოყვა იგივე რუსეთში. საქართველოს გაწევრიანება ევროკავშირში ბრიუსელის დესტრუქციული მოთხოვნების გათვალისწინებით იქნება დარტყმა საქართველოს ტურისტული ინდუსტრიისთვის. ასევე საფრთხის ქვეშ დააყენებს ნათესავების ურთიერთობებს, რომლებიც რუსეთსა და საქართველოში ცხოვრობენ. გახსოვთ შემოვლითი გზებით, როგორ დადიოდნენ ერთმანეთის სანახავად. გახსოვთ რამდენი ფული უჯდებოდათ ეს ყველაფერი. ეს არის ის, რისი მიღწევაც ევროკავშირს უნდა. საქართველოს ასევე მოუწევს შეუერთდეს ენერგეტიკულ ემბარგოს ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, თუმცა ეს ენერგეტიკული ემბარგო არ არის ჩვენ წინააღმდეგ. ეს არის მათ მიერ საკუთარი თავის წინააღმდეგ დაწესებული ენერგეტიკული ემბარგო. შეგახსენებთ, რუსეთი არის საქართველოში ნავთობპროდუქტების და გაზის ერთ-ერთი ძირითადი მიმწოდებელი. ევროკავშირში გაწევრიანებით საქართველო დაკარგავს რუსეთთან პრეფერენციულ ვაჭრობას, რომელიც საქართველოსთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ბაზარია. ხედავთ რა გითხრას? ასე იქნება და არა სხვაგვარად. პირდაპირ გითხრა, რისი მომწოდებელია რუსეთი ჩვენთვის და რა მნიშვნელობა აქვს ამას ჩვენთვის. გარდა ამისა, გაგვახსენა სულ რამდენიმე წლის წინანდელი ამბავი, როდესაც შემოვლითი გზებით დაფრინავდითო ერთმანეთთან ოჯახის წევრები, ნათესავები, ახლობლები. აი როგორ დავფრინავდით მოსკოვში, გახსოვთ? ხან მინსკის გავლით, ხან სტამბოლის გავლით, ხან ერევნის გავლით და ასე შემდეგ. დატანჯული იყო ხალხი, ხო? ეს მოიხსნა რაღაცა ნაბიჯები გადაიდგა. ახლა ისეთ განცხადებებს აკეთებთ, რომ ეს ყველაფერი ჩავკეტოთ. მე მესმის ჟურნალისტების პოზიცია არ იქნება ყოველთვის აწონილი, რაღაც მიმომხილველების და ასე შემდეგ. მაგრამ საგარეო საქმეთა მინისტრის პოზიცია, რომელიც საჯაროდ და საქვეყნოდ გამოდის, უნდა იყოს სწორედ რომ საბოლოოდ აწონილი. და სხვათა შორის შეთანხმებული უმაღლეს ხელისუფლებასთან, მთავრობასთან და პარლამენტთან. სხვაგვარად არ შეიძლება. სხვაგვარად ვიღებთ აი იმ აბურდულ სიტუაციას, საიდანაც შემდეგ ვერ გაიხსნება ეს კვანძი და გამოსავალი არ გამოჩნდება. ამიტომ ტონალობა უნდა განსაზღვროთ. კამერტონი უნდა გამოვიყენოთ და უნდა განსაზღვროთ ტონალობა. და არ უნდა ვილაპარაკოთ ისე, როგორც ლაპარაკობდა ახლა თქვენ წინაშე საგარეო საქმეთა მინისტრი. და მით უმეტეს არ უნდა ვილაპარაკოთ ისე, როგორც ერთი ცნობილი პერსონა იტყვის იმასთან დაკავშირებით, რაც სახაროვამ გითხრა. არა ეს ლაილაია და ვაფშე ჩამორჩენილია სერიოზულად რა ზახაროვამ თავის პრობლემებს მიხედავს თავისი ქვეყნის რა დღეში არიან შეხედე გინდა იქიდან გინდა აქიდან ახლა მეხუთე წელიწადია ომში არიან საკუთარ ძმებთან და იმას მიხედავს და იმაზე იდარდოს და საკვარტელო ევროკავშირი ჩაიარა მატარებელმა და ახლა იქ თუ იმას რა ქვია ლიანდაგებზე მორბის და მოსდის ამ მატარებელს ეს მისი საქმეა და ვაფშე ზახაროვა რას ლაპარაკობს საინტერესო აბსოლუტურად არ არის ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყანა რას აკეთებს ჩვენი ქვეყანა მიდის აბსოლუტურად სწორ გზაზე და ამაზე მეტყველებს უამრავი რამე. წარმოიდგინეთ, ჩვენ სულ სხვა ქვეყანა გავხდით. და ამ ეს აწუხებს ზახაროვასაც, ზახაროვაც ჩვენ რო ევროკავშირში არ შევალ და ევროკავშირის პერსპექტივა არ აქვს და ვაფშე ეგეთი კავშირი რო აღარ არსებობს, ეგ აბსოლუტურად ნათელია, ამიტომ ეხა ზახაროვა წუხილი. ზახაროვა საქართველოს წუხს ჯარები გაიყვანონ აქედან, აგერ 25 კილომეტრში დგას მაგათი სამხედრო
კონტინგენტი და გაიყვანონ აქედან და დაალაგდება ყველაფერი და იქ ევროკავშირთან როგორი ურთიერთობები გვექნება და სანქციებთან რას ვიზავთ და იქ ფრენა როგორი გვექნება ამას ჩვენ მივხედავთ კარგად ზახაროვა მაგაზე ნუიდარდებს რა ამიტომ იცი როგორი რამეა ძალიან მნიშვნელოვანი ესეც იმაზე მეტყველებს რომ ესენიც ხედავენ ეს ზახაროვას ხედავს რომ ეს სხვა ქვეყანა გახდა მასთან ლაპარაკი და ამიტომ ახლა გაიგე შენი გოგა გოგა თუ მაგანის განახორციელა რასაც ამბობს საჰაერო მიმოსვლა და რატო ბაზრები დაკეტა შენ ერთი რამე რა მინდა გითხრა ზახაროვა თვითონ აკეთებს ამ განცხადებას ერთი რამე მინდა გითხრა ეხლა შენ როგორ ფიქრობ რომ ეს საქართველოს გულისთვის არის ეს მიმოსვლა რუსეთს საქართველოს შორის დღეს რუსეთი ბევრად უფრო სერიოზულად დაინტერესებულია საქართველოში იცოდე როგორც ყველა დანარჩენი დღეს როლი ამ ქვეყნის როგორც არასდროს მაღალია და ხარისხი ასე ვთქვათ იმ შესაძლებლობების რომელიც ამ ქვეყანას გააჩნია. ამიტომ ამ ზახაროვამ ეს ილაპარაკოს აი თავის კაბინეტში რომ მივა იქ იმას ქნას. ეს იმაზე მეტყველებს ზუსტად ეს იგივეა რაც გითხარი რომ აი სულ კითხულობ მეთქი ტრამპი რას წერს იქ იმიტომ რომ იქიდან გებულობ რა აწუხებთ და რა ხდება რეალობაში. ეს იმაზე მეტყველებს რა. რაღა დრო ის ევროკავშირის საქართველოს ლაპარაკია ხო აბსოლუტურად ნათელია რომ არანაირ ევროკავშირის საქართველოს არ მიდის და არანაირი ევროკავშირი საქართველოს მიღებას არ აპირებს. აბა მაშინ რა მიზანს ემსახურება? ხო ნუ ლაპარაკობს ახლა იმდენად რაღაცა ხო უნდა თქვას რა. ეგ არის მაგის საქმე ლაილაი ხო აბა მეტი ზახაროვას რა მოიკითხი. სანამ გოგას მეტყოდე რამეს მანამდე მინდა მალხას მივმართო. შემომალხას კი რაღაცა წინააღმდეგობა თითქოს გაუწიე, მაგრამ არასაკმარისი. შენ მანდრომზი ხარ, იმიტომ ზიხარ მანდრომ ის უნდა უთხრა, ასე მოლაპარაკე კაცს, ვინც უნდა იყოს იგი. რასაც ახლა მე ვეტყვი გოგას. ეს შენ არ გითქვამს და უნდა გეთქვა. გოგა, ეს არის ძველბიჭური ლაპარაკი. ეს არის ის ლაპარაკი, რომელსაც შედეგი არ მოხვება. და ეს არის ის ლაპარაკი, რომელ ენაზეც, იმ ენაზე ლაპარაკია, რომელ ენაზეც სახელმწიფოებს არ ელაპარაკებიან. და ზახაროვას ვირას ეკითხება მისი საუბარი ეს არის ლაილაი, ეს უბრალოდ ძალიან დიდი სისულელეა. ხლა სხვა საკითხს მინდა შევეხო. მე მესმის, რომ ქართული ოცნება დღევანდელი მმართველი პარტია არის სერიოზული პრობლემების წინაშე დგარი პარტია. იმიტომ რომ საქართველოს წინაშე დგას სერიოზული პრობლემები. მე ისიც მესმის, რომ ქართულ ოცნებას თავისი ნაბიჯების გამართლება სჭირდება. მოსახლეობამდე მიტანა სჭირდება და ამისთვის არიან გარკვეული პერსონები, მათ ხშირ შემთხვევაში პროპაგანდისტებს ეძახიან. მათ უნდა გაამართლონ და გაათეთრონ ყველაფერი, მაგრამ ასეთი პროპაგანდა ეფექტის მომტანი არ არის. ასეთი პროპაგანდა დიდი ხნის წინ მოძველდა და ის გადასაგდებია უკვე. ასეთი პროპაგანდა უეფექტის გამომწვევია. ასეთი პროპაგანდა ხშირად ვისმენ ჩვენ მარტო გოგა ხაინდრავასგან არა. ხშირად ვისმენ ჩვენ და ბევრი არიან ისინი, ვინც ამგვარ პროპაგანდას ეწევიან. ასეთი პროპაგანდა ძალიან უშლის ხელისუფლებას. იმიტომ რომ ხელისუფლების გარკვეული ქმედება და გარკვეული რიტორიკა არ განაწყობს ხალხს ისე ცუდად და ისე უარყოფითად, როგორც პროპაგანდისტების მიერ ასე როყიო ლაპარაკი, რომელიც თქვენ მოისმინეთ ახლა. ამიტომ გასასწორებელია ეს საკითხები, ბევრი რამ დასალაგებელია, ბევრი რამ მისახედია, ბევრი რამ არ ვარგა. უბრალოდ არ ვარგა. ლაპარაკი იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთს მირას ეკითხება. აი ეს ლაპარაკი არ გახსენებთ თქვენ უკრაინელი პროპაგანდისტების ლაპარაკს, წლების წინანდელს? და რა მოყვა ამას და რა მიიღო უკრაინამ შედეგად? ხომ ვიცით ეს ყველაფერი რა? ეს საუბარი არ გახსენებთ 2008 წლამდე პროპაგანდისტების საუბარს, ჩვენსას? გახსენებთ ალბათ და ისიც გვახსოვს მე რა შედეგი დაგვიდგა 2008 წლის იმ უგუნური გადაწყვეტილების გამო, რაც იყო მიღებული სააკაშვილის და მისი გუნდის მიერ. ამიტომ გაკვეთილები, როდესაც გაქვს, შენიც, სხვისიც,
ეს გაკვეთილები უნდა გამოიყენო იმისთვის, რომ ასე არ ილაპარაკო, იმიტომ რომ უკუ ეფექტის მომტანია ეს ლაპარაკი და ეს საუბარი. ახლა გოგას ისიც მინდა შევახსენო, რომ ევროკავშირი ადროს ევროკავშირზეა ლაპარაკი. ესე იგი დამთავრდა ევროკავშირზე ლაპარაკი, დასავლეთზე ლაპარაკი, დამთავრდა გოგა. კი, მაგრამ ეგ როგორ, რანაირად? შენ ხომ ყველა იმ მთავრობის მინისტრი იყავი, რომელიც დასავლეთისკენ მიექანებოდა. ყველას მინისტრი იყავი. შევარდნაძის მინისტრი იყავი, სააკაშვილის მინისტრი იყავი და ახლაც მინისტრი ხარ თუ გუბერნატორი ხარ, რა ვიცი, ყველაფერი შენი პირით ხმოვანდება ხოლმე და ის გზა თუ წარსულს ჩაბარდა, ის გზა თუ დამარცხდა, იმ გზამ თუ კრახი განიცადა, შენ ბოდიში მაინც არ გაქვს სათქმელი შენი წარსულისთვის. აბა როგორ არის ეს, ხან იქით ხარ, ხან აქეთ ხარ, ხან იმის მინისტრი ხარ, ხან ამის მინისტრი ხარ და თან აი ასეთი უაპელაციო ტონით ეჩხუბები ვიღაცეებია, რუსეთს ეჩხუბები და მათ ვინ რას ეკითხებაო, თავიანთ გაფუჭებულ და ჩასრულ საქმეს მიხედონ რო ამბობ. ეს საუბარია და ქვეყანისთვის სასიკეთო საუბარია თუ საკუთარი პიროვნების და საკუთარი ამბიციების წარმომჩენის საუბარი. დაფიქრდება როგორ არის. დიახ, აი აქ ოდნავ ამოვისუნთქოთ და ჩვენი ცნობილი რუბრიკა ფსიქიატრიის რენტგენი. მოდით პირველი სიუჟეტი ვნახოთ. მაგალითად, აი შეიძლება ცუდ რაღაცას ვიძახი, მაგრამ სიკვდილისთვისაც მზად ვარ, არანაირი შიშის ფაქტორი არ მაქვს. ეხლა მე 99 წლიდან მოგეხსენე ტანკები, აი რუსის ტანკებმა გადაგვიარეს და აი ჩვენ ახლა ვნახეთ კაცი, რომელსაც არაფრის შიში არ აქვს და მათ შორის რუსების ტანკების შიშიც არ აქვს. არა აქვს ასეთი შიში. გმირად არის კაცი გაჩენილი. ახლა ვნახოთ როგორ მოიქცა ეს კაცი, მაშინ როდესაც მართლა აღმოჩნდა რუსთაველის პროსპექტზე საბჭოთა ტანკი. აი აქ ტანკები რო ესე მოდიოდნენ რუსების ჯარის, აი ესე პირდაპირ ჩეხავდნენ და ეს გადავასწარი და გავიქეცი. და თავს უშველი არის. ხედავთ როგორი გმირია ეს კაცი? აი ეს კაცი, რომელიც საკუთარ თავზე ამას ყვება, როგორ გაიპარა, როგორ გაიქცა, როგორ გაიძურცა იქიდან და მესმის ახლა ტანკს გაიქცევა კაცი, ანუ ჩაუვარდა მუხლუხოების ქვეშ, უნდა გაიქცა, სხვა მესამე გზა არ არსებობს და ამ კაცმა გაცლა ამჯობინა, მაგრამ როდესაც გაცლა ამჯობინე, ამის შემდეგ არ უნდა იძახო სტუდიაში, რომ მე რუსული ტანკის არ მეშინიაო. შენ არ გეშინია, შენ საკუთარი თავის და პერსონის წარმოჩენას ვცდილობ. აი ეს არის თორე თქვენაერი მშიშრები გვინახავს ბევრი. ჩვენ ბევრი ნახეთ მაშინ მშიშრები. სხვათა შორის ლიდერები ვნახეთ მშიშრები, რომლებიც გაიქცნენ, დაიმარნენ. ლიდერები, ეროვნული მოძრაობის ლიდერები. ერთი ნაკაწრი არ ქონია, არც ერთს, მაშინ როდესაც 21 კაცი დაწვა იქ იმ ცოდვის ველზე. მათი მოწყობილი იყო ეს, მათი მონაწილეობით იყო მოწყობილი. მათი აი ამ უაზრო ბრახაბრუხის შედეგი იყო ეს, უშიშრობაზე და ასე შემდეგ და იმას ვინ კითხავს და ამას ვინ კითხავს და აი დაახლოებით როგორც გოგას ხომ იქიდან მოდის ხაინდრავას. აი გოგა როგორც ლაპარაკობდა წეღან, ხო? აი ისე ლაპარაკობდნენ ის ლიდერები მაშინ და 21 კაცი დაწვა იქ და ახლა თქვენ მეტყვით იქნება ღირდა ამ სხვარპლის გაღება. იქნება ღირდა ამ სისხლის გაღება. იმ მონაპოვარისთვის, რაც გვაქვს და ეს არის დამოუკიდებლობაო, მეტყვით თქვენ, ეს არის თავისუფლებაო, მეტყვით თქვენ. მაგრამ ამ სხვარპმა მოიტანა ეს თავისუფლება? მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ სხვარპს ეს თავისუფლება არ მოუტანია.
ამ სხორპლმა მოიტანა რუსეთსა და საქართველოს შორის სიძულვილი, მაგრამ თავისუფლება მას არ მოუტანი. თავისუფლება სხვა რამე მოიტანა. ჩემი არ გჯერათ, მაშინ ეროვნული მოძრაობის ცნობილ წარმომადგენელს მოусმინეთ. საბჭოთა კავშირიდან ჩვენ გამოგვაქდეს. ანუ ჩვენ ხო ბრძოლით არაფერი არ მოგვიპოვებია. მე რამდენსაც მინდა იმდეს ვილაპარაკებ მაგდამ თემაზე, ციხეში მაინც ვიჯექი, მაგრამ დაანჩენები რომ კომკავშირლები იყვნენ, მაგრამ ჩემი ჯდომით ხო არ გათავისუფლებულა საქართველო. ვერა, საბჭოთა კავშირს ეს არ ანგრევდა. იცით როგორ დაინგრა? სოლჟენიცინს დაუჯერეს რუსებმა. სოლჟენიცინმა თქვა, არ გვინდა ეს აზიატები. გავყაროთ ყველა. ჩვენ შევიკრიბოთ წმინდა სლავები. რუსები, უკრაინელები, ბელორუსები. და მართლაც ბელოვეჟის ტყეში შეიკრიბნენ, მოაწერეს ხელი და დაანჩენეს უთხრეს ჩაო. გაიგეთ, როგორ მოხდა ყველაფერი? ხო, რეალობას უნდა შევხედოთ თვალებში. ეს კაცი ბევრ სისულელეს ამბობს ხოლმე და ბევრ სიცრუეს ამბობს, მაგრამ ახლა რაც თქვა, სრული ჭეშმარიტებაა. დიახ, საბჭოთა კავშირმა თვითონ გადაწყვიტა ეს. უბრალოდ თვითონ გადააწყვეტინეს ეს. საბჭოთა კავშირის სათავეში მოახერხეს თავიანთი აგენტურის მოყვანა და თვითონ გადააწყვეტინეს იმ ქვეყნის დაშლა. არაფერ შუაში არ იყო აქ. ეს მსხვერპლი იქნებოდა თუ არ იქნებოდა, საბჭოთა კავშირი მაინც დაიშლებოდა. ეს არის რეალობა და საერთოდ სიმართლეზე უკეთესი დედამიწის ზურგზე არაფერი არ არსებობს, მაშინაც კი, როდესაც სიმართლე არის შემზარავი. როდესაც სიმართლე არის უკიდურესად მძაფრი. აი, მაშინაც კი არაფერი არ არსებობს მასზე უკეთესი. ამიტომ სიმართლეს თვალებში უნდა შევხედოთ ხოლმე და ეს უნდა ვისწავლოთ. ჯერ კიდევ ბევრი რამ გვაქვს სასწავლი ქართველ ერს და ქართველ ხალხს. ახლა უფრო სუბუქი თემები შედარებით. აი ნახოთ ერთ-ერთი პასაჟი იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ აპირებდა ელისაშვილი ტერორისტული აქტის მოწყობას და თუ როგორ ცდილობენ ელისაშვილის ჟარგონით რომ ვთქვათ, გაправებას ახლა მისივე აგენტურა და მისივე ჟურნალისტები. 3 ლიტრი ბენზინით როგორ წარმოგიდგენიათ ტერორისტული აქტის მოწყობა? 3 ლიტრი ბენზინი ეყოფოდა სასამართლო რაშუაშია მიგაჩნია. პროკურატურა ეცდება სასამართლოში დაამტკიცოს, რომ სწორედ 3 ლიტრი ბენზინით ცდილობდა ალეკო ელისაშვილი ტერორისტული აქტის მოწყობას. სრულიად არ იქნება გადაჭარბებული, მე თუ ვიტყვი რომ ეს ახალგაზრდა ქალბატონი შეშლილია მეთქი. იმიტომ რომ 3 ლიტრი ბენზინით ტერორისტული აქტის მოწყობა როგორ შეიძლებოდა? 3 ლიტრი ბენზინი შესაძლებელია 3 სახელმწიფოს გადაწყვას ეყოს და საკმარისი იყოს. 3 ლიტრი ბენზინით ვერ გადაწვავდა რომელიმე შენობას, უზარმაზარ შენობას, ამ კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლო შენობაზეა ხომ საუბარი. და ეს ტერორისტული აქტი არ იქნებოდა. აი ეს შეშლილობა საქართველოში, იმიტომ მაქვს ეს რუბრიკა ფსიქიატრიის რენტგენი, რომ ხანდახან სარკეში უნდა ჩავიხედოთ. ხანდახან საკუთარი თავი, საკუთარი გამოსახულება უნდა დავინახოთ, როგორები ვართ სინამდვილეში. ეს შეშლილობა შუბლზე გვაწერია. თელერს. თელი 30-35, 40 წელიწადია. და იმისი შედეგია ის ყველაფერი, რაც ჩვენ დაგვემართვა და რაც ჩვენ გვჭირთ. პირველ რიგში შეშლილობის შედეგი. აი მაგალითად ერთი რაღაცა სექტა არსებობს და ამასთან დაკავშირებით გარდაიცვალა ბერი. და ამასთან დაკავშირებით აი ნახოთ როგორია მსჯელობა და აქაც ხომ როგორც ოკეანე წყლებში ისე ირეკლება ჩვენი სულიერი და ფსიქოლოგიური და ფსიქიკური მდგომარეობა.
მთელი ქვეყანა ძალიან მალე იხილავთ რეალურად ვინ ზიან საპატრიარქოში და ვინ იყო ქრისტე მეფე ნარიმან ბაგრატიონი. დიდება მის ძალას. თუ კი ვინმე არის იქ ნარიმანთან სადარბაზოში, არ უნდა გაატანონ გვამი, იმიტომ რომ თუ კი მისი გაკვეთა დაიწყება, მაშინ შეიძლება ვეღარ გაცოცხლდეს, იმიტომ რომ ესეთი ვითარებაა რა, არის ბეტა მდგომარეობაში, სხეული ეხლა არის ბეტა მდგომარეობაში. ეს იმას მიანიშნებს, რომ ბმა ჯერ კიდევ სულთან აქვს. თუ კი სულთან ბმას გაწყვიტავენ იმით, რომ აქ დიდი ქაოსია და დატრიალება აურზაური, ხმაური, შესაძლებელია ბერს გაუჭირდეს, ან სულს გაუჭირდეს ისე სხეულში შესვლა. ესეთ რაღაცები ხდება ხოლმე, მეგობრებო, ახლა შეიძლება ვიღაცა პირველად ისმენს, მაგრამ ვინც ასტრალში მოგზაურობს, იცის იმან, რომ ხდება სხეულში უკან დაბრუნება. გარდაცვალება ნებისმიერი ადამიანისა არის ტრაგედია, არის ძალიან მძიმე მოვლენა და არავის არ აქვს უფლება ასეთ შემთხვევაში რაღაცა ჩასაფრებულის პოზიციიდან ისაუბროს, მაგრამ ერთმანეთში ამყოფოს ბერი, რომელიც გარდაიცვალა, მაგრამ ამ ადამიანების მდგომარეობა რთული რომ არის, ამას რამე სხვა დიაგნოზის დასმა სჭირდება, როდესაც ისინი აღდგომაზე ლაპარაკობენ. ისევე უნდა აღდგეს ეს ბერი, როგორც ქრისტე აღდგა. რამდენად შორს არიან ისინი რელიგიისგან და განსაკუთრებით იმისგან, რასაც რელიგიის ფილოსოფია ქვია. მესმის, რომ შეიძლება ეს ცნება არც გაუგიათ, მაგრამ საერთოდ სულიერი მდგომარეობა, რთული სულიერი მდგომარეობა, ფსიქიატრიამდე მისული სულიერი მდგომარეობა, ეს რაღაც ბაზაზე ხდება ხოლმე ყოველთვის. რელიგია ნოყიერ ბაზას იძლევა ამისთვის, ხელოვნებაც იძლევა ამისთვის ნოყიერ ბაზას და პოლიტიკა ხომ იძლევა და იძლევა. ჩვენ შეშლილობა პოლიტიკამ დაგმართა აი ამ უკანასკნელი ათეულობით წლების განმავლობაში. შეშლილობა დაგმართა პოლიტიკამ. პოლიტიკას პოლიტიკოსი არ აკეთებს. პოლიტიკას საზოგადო მოღვაწე არ აკეთებს. პოლიტიკას არა მარტო მიეტმასდნენ, არამედ პოლიტიკა ხელში ჩაიგდეს აი ამ სულიერი გადახრილი მდგომარეობის მქონე ადამიანები და შეშლილთა ხელში აუმოშთა პოლიტიკას, სხვათა შორის ჟურნალისტიკაც, აი ერთ-ერთ მაგალითს ჟურნალისტიკიდან ახლა წარმოგიდგენთ. საკადრო ამბავს გულისხმობ ისე ორბანის თემას. ანუ ამ კაც შესაძლებელია მოუხდეს იმ პირდაპირ დადებული რეკომენდაციების შესრულება, დანიშნე არჩევნები გამოუშვი პატიმრები. ძიმე მდგომარეობა, ძალიან ძიმე მდგომარეობა, თუნდაც იგივე ორბანის მაგალითი, უნგრეთის მაგალითი, აი ასე დახურდავება და ასე პირდაპირი მეტამორფოზა მისი გარდაქმნა იმისკენ, რომ ასე ეტყვიან ივანიშვილს, კობახიძეს, სხვებს დანიშნეთ არჩევნები, გაანთავისუფლეთ პატიმრები. არ იქნება ასე ალბათ. მაგრამ აი ამ მიმართულებით ჩვენმა სიარულმა შეიძლება სხვა რთული მდგომარეობა შექმნას. ჩვენ და სამწუხაროდ. ამიტომ ეს შეშლილობის სინდრომით შეპყრობილი ადამიანები, რაც შეიძლება შორს უნდა დავიჭიროთ. რაც შეიძლება უნდა გავარიდოთ ისინი ამ საზოგადოებრივ ასპარეზს. რამდენადაც ეს მოგვიხარდება, მაგრამ ეს ცოტა რთული ამბავია, ამიტომ თვითონ საზოგადოება უნდა იყოს მზად იმისთვის, რომ გამიჯნოს. ერთმანეთისგან გამიჯნოს. სად არის ნორმალური მდგომარეობა და სად არის შეშლილობა. იმიტომ რომ ძალიან შემოვიდა შეშლილობა ქართულ საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩვენ და სამწუხაროდ. და პატრონ ზალ იქნებ თამარ კვარაცხელიამ გვიშველოს რამე მაგანიცის მათი ენა. აბა, მივესალმები ავანტყოფერს. როგორ ახართ, როგორ? კარგად.
ისე თქვენი მედა ეთერშია ნოვოსტის ახალი გამოშვება, მე კი მისი წამყვანი თამარა კვარაცხელია ვარ. გადაცემა ყველად არ დამიწყია ერის ყველაზე ავანტყოფი წარმომადგენლის, ავანტყოფი მიშას, ავანტყოფი ბიძის დიადი კვოტით. მინდა ყველამ ერთად განვიხილოთ, რამდენად სწორად თუ არასწორად გამოიყენა მან ეს ფრაზა და რამდენად სწორად თუ არასწორად გავბრაზდით ჩვენ მასზე. ეს არის ავანტყოფი ერია რა, ეს არის ამათ თანამარ დაჯვალ თავზე და სანამ დედას არ ვერ იგებენ ვერაფერს. რაზე გავბრაზდით ხალხო? ამ კაცს ხომ არ დაუკონკრეტებია ერის რომელ ნაწილს გულისხმობდა, როდესაც მას ავანტყოფად მოიხსენიებდა. ერის ავანტყოფი წარმომადგენლები რომ ყავს, ამაში ახალი არაფერია. არ ვიცოდით აქამდე? რამე ახალი გვითხრა? აბა მოდით, ყველამ ერთად ვნახოთ. შენ ჩემო ფერადელვარე, ჩემო მიშიკო. შენ გენაცვალე. კაცო, იქნებ ამ ხალხს გულისხმობდა ეს ჭკვიანი კაცი, როდესაც ავანტყოფებზე ლაპარაკობდა. რამე დააბრალა ამ ხალხს ახლა რაიმე ჯანსაღის და ჯანმრთელის ეტყობათ? რას გადაირიეთ? ან იქნებ სულაც ეს მუტანტი ხალი იგულისხმა. ხალი ისეთი არაადეკვატურია. ავანტყოფების კონკურსში რომ მიიღოს მონაწილეობა, იქაც ბოლო ადგილზე გავა. მე შემოვიტანე ვირუსი და ქრისტიანობა ამ ქვეყანაში. აი ახლა ისი ღირსები ხართ. როგორც აღნიშნე, არ დაუკონკრეტებია თემური ბიძიას, კონკრეტულად ვის გულისხმობდა, როდესაც სიტყვას ავანტყოფს იყენებდა. და იქნებ ეს უნიჭო და უთავმოყრეო ხალი ყავდა მხედველობაში და მისი ტელევიზია. ან იქნებ სულაც ეს ბრძენი მათემატიკოსი ყავდა მხედველობაში. ილია ვეკლასა და ნიკო მუსხელიშვილის საქმის დიადი და ღირსეული გამგრძელებელი, თვლის ციფრებისა და მათემატიკის ნამდვილი მასტერი, ვუნდერკინდი, რეალობის შეულამაზებლად აღმქმელი. მოკლედ იქნებ ეს ხალი იგულისხმა ქვეყნის მთავარმა ავანტყოფმა, რომ დაესიეთ და ჩაქოლეთ, რა თქვა არასწორი. რამე დააბრალა? რამე მიქარა? არა ხართ თქვენ, კაი ხალხი. აი პროპაგანდა რასაც აკეთებს, რომ ისინი არიან უმრავლესობა, რომ ჩვენ ვართ უმცირესობა, ამ დროს საპირისპიროთ არის ყველაფერი, ჩვენ ვართ უმრავლესობა. No. კაცო, რომ აიფოფრეთ. აი მეო როგორ გვაკადრაო, ესო როგორ თქვაო. იქნებ უტანთ ეკაზე ამბობდა სიტყვას ავანტყოფი. აქ ხომ მართალი იქნებოდა თემური ბიძია. ხო და მართალ კაცს რაზე ედავებით? ხალი რომელიც ასე იცინის. ის ავანტყოფი არაა? არა ეს ავანტყოფი ხალი. ხო და ჩემო საყვარლებო, 26 მაისს პროვოკაციის დამგეგმავები. აი ეს ღვთისპირიდან გადმოვარდნილები და მათი მხარდამჭერები, ვინც 26-ში ამ პროვოკაციაში აყვებიან. თუ ამათ ავანტყოფი არ ქვიათ, აბა მაშინ ვის ქვია ავანტყოფი? გამაგებინეთ, გამარკვიეთ, ამიხსენით და დამიკონკრეტეთ. ჯერ გაიცანი ჩემი სავლე საუკეთესო მეგობრები. ფერმის გამგე აპექსი. ბიბლიოთეკარი ალექსი. გამარჯობა. ბაქოსი, მისი ვაჟი ამბროსი. ბოლოს და ბოლოს. ეს კაცი თავადაა ქვეყნის ყველაზე თვალსაჩინო ავანტყოფი ოჯახის წარმომადგენელი. ქვეყნის ყველაზე ავანტყოფი კაცის ბიძა. ამ ოჯახში არც ერთი ადამიანი არ არის, რომელიც ავანტყოფი არ არის. თქვენ რატო თქვაო ავანტყოფიო, ვაიმეო, დედაო, ავანტყოფიო? ავანტყოფია და ირგვლივაც ყველა ავანტყოფი ყავს და აბა რა სიტყვა უნდა გამოიყენებინა? ვართ ამ ქვეყანაზე იმისთვის, რომ მოვყოთ ჩვენი სიტყვა, ჩვენი ისტორია. და თუ ჩვენ არ შევხედავთ ამ ტკივილებს, თუ არ შევხედავთ იმ ავანტყოფობებს, როგორც გინდა დაუძახეთ, რომელიც ეს აქვს, მაშინ ჩვენ სცენისგან ვერასოდეს ვერ განვიხილავთ. ხო და თუ დააკვირდებით, მართალი თქვა ამ კაცმა. ეს ადამიანები ახლა რომ გიჩვენეთ, ქართველები არიან. ნუ ყოველ შემთხვევაში გვარით. ეს ადამიანებიც ჩვენი ერის წარმომადგენლები არიან. სამწუხაროდ. ხო და მანამ ამათ თავზე არ იმას უქნი. ესენი გამჩერებლები არიან? დაწყნარდებიან? დაუკდებიან? არა, შესაბამისად ამ კაცმაც სწორი თქვა. თავზე უნდა იმას უქნაო და მე გაჩერდებიანო. რა ვიცი იქნებ, ცადოთ. ხო და მოდით. ჩვენ შევაგროვოთ მილიონი. და გადავუხადოთ იმას, ვინც შუქში ეტპეტერა სკელიკურს დაასვამს აი ამ ავანტყოფებს. აუკრძალავს პოლიტიკურ საქმიანობას, რათა საბოლოოდ დაასვენოს ჩვენი ფსიქიკა ამათი ავანტყოფი ფიზიონომიის ნახვისგან. დედა მოვკრათ თქვენი ნაპოსტრებო! ისე ამ კაცს
ახლა რომ გიჩვენეთ. მარტო ამ ვარცხნილობისა და თავისი გენიალური შარვლებისთვის 12-დან 15 წლამდე რო არ მივუსაჯეთ, ჩვენს მეტის ღირსები ვართ. ხო და გადაცემის დასასრულს მინდა კიდევ ერთხელ იმართო ნაცმაცუნ ავანტყოფებს, რომლებიც ბოლო 30 წელია ცალფეხზე დგანან. ხო არ დაიღალეთ ბიჭებო? როგორ ახართ, როგორ? კარგად, ისე თქვენი დედა ნოვოსტი ამით გემშვიდობებთ. კარგად ბრძანდებოდეთ. მადლობა თამარ, შესანიშნავი იყო მართლა ჩაგვახედა სარგეში. ამით დავასრულოთ ფსიქიატრიის რენტგენი და გადავიდეთ საერთაშორისო საკითხებზე. დიდი ხნით არ შეგაწყენთ თავს, მაგრამ იცით რომ უნგრეთში სიტუაცია შეიცვალა, იქ ჩატარებული არჩევნების შედეგად პრემიერ-მინისტრ ორბანის პარტია დამარცხდა და ორბანის პრემიერ-მინისტრობის ეპოქა დასრულდა. ეს ჩვენთვის ცუდი სიგნალი შეიძლება იყოს, მაგრამ ცუდ სიგნალზე მეტად გამაფრთხილებელი სიგნალია. ჩემთვის პირადად ძნელი წარმოსადგენია და ძნელია წინასწარმეტყველება იმისა, თუ რა გზას დაადგება პეტერ მადიარი, რომელიც ორბანის ადგილზე მოვიდა და პრემიერ-მინისტრი გახდა. ძნელია წინასწარმეტყველება. თუმცა ამას მაინც და მაინც დიდი და პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს, როგორც არ უნდა აღმოჩნდეს ბატონი მადიარი. მოვლენები მაინც თავისი გზით წავა და მე მგონია, რომ აქ კი მივცემ თავს გარკვეული წინასწარმეტყველების უფლებას, მე მგონია, რომ სამი რამ არის გასათვალისწინებელი. პირველი, ნატო დაიშლება. მეორე, ევროკავშირი დაიშლება. მესამე, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროპის ალიანსიც დაიშლება. ახალი მსოფლიო წესრიგი იმ პრინციპზე ვერ აიგება, რა პრინციპზეც 1945 წლის შემდეგ ჩამოყალიბებული წესრიგის დროს აიგო. სიმძიმის ცენტრი ახლა აღმოსავლეთით გადმოვა. გაეროს უშიშროების საბჭოს 5 მუდმივი წევრი. მოგეხსენებათ ვინც არიან ესეთი. ესენი რუსეთი, ჩინეთი, ამერიკის შეერთებული შტატები, ბრიტანეთი და საფრანგეთი. აი ამ მთავარი მოთამაშეების კონფიგურაცია გარკვეული თვალსაზრისით შეიცვლება და მთავარ მოთამაშეებად დარჩებიან რუსეთი, ჩინეთი და ამერიკის შეერთებული შტატები. ამის იქით აღარ წავალ. ეს პროგნოზიც ძალიან თამამი და გაბედულია, მაგრამ ვფიქრობ და საფუძველიც მაქვს იმისა, ასე ვიფიქრო, რომ სწორედ ასე განვითარდება მოვლენები. ამიტომ ის რითაც დავიწყე ეს გადაცემა, რომ ჩვენ ეს დიდი დაბნეულობის პერიოდი უნდა დავძლიოთ და ჩვენი გზა რეალური, ოპტიმალური აუცილებლად უნდა ვიპოვოთ მეთქი, რა თქმა უნდა, ძალაში რჩება. ახლა იმასთან დაკავშირებით თუ რაც თქვი წეღან, რომ გარკვეული არგუმენტებიც არსებობს იმისა, რომ ის პროგნოზი, რომელიც გავაკეთე, სწორედ ასე მოხდება მეთქი. აი მაგალითად, რა თქვა ბატონმა ლავროვმა. Война в Персидском заливе, ну, здесь, на мой взгляд, нет никакого злого умысла. Я не думаю, что действительно были планы уничтожить цивилизацию. Это, по-моему, так фигура речи. Но планы, какие были, это поставить под контроль нефть, которая проходит через Персидский залив, через Ормузский пролив, Османский залив. Абсолютно სწორს ბრძანებს ბატონი ლავროვი, რომ მიზანი არ არის, თქვათ, ირანის ცივილიზაციის განადგურება, რის შესახებაც განცხადება გააკეთა ბატონმა ტრამპმა. ეს არ უნდა იყოს საბოლოო მიზანი. ეს შეიძლება იყოს გზა მიზნისკენ მისაღწევი, მაგრამ ალბათ გზაც არ არის ეს, ამის აუცილებლობა არ დადგება. აქ მთავარია გამოიკვეთა ის, რომ ინტერესები, ეკონომიკური ინტერესები ეჯახება ერთმანეთს და ეს ეკონომიკური ინტერესები დიდი სახელმწიფოებისა პირველ რიგში სწორედ ენერგომატარებლებში ვლინდება. ენერგომატარებლებზე კონტროლის დაწესება, გასასვლელია, სრუტეა, გზებია, მარშრუტებია, თუ სხვა რამეა, ფასებია,
და ასე შემდეგ, ამაზე გავლენის მოპოვება, მსოფლიოზე გავლენის მოპოვებას ნიშნავს, ამიტომ ეს ძალაში რჩება. არ ვიცი, იქნებ ახალი წესრიგი, როცა ჩამოყალიბდება, იქნებ მივაღწიოთ იმ მდგომარეობას, რომ სახელმწიფოები ერთმანეთთან ურთიერთობას ომით კი არ არკვევდნენ, არამედ დიპლომატიით არკვევდნენ და აქ ჩერდებოდნენ. იქნებ მივაღწიოთ იმ მდგომარეობას, რომ დიპლომატია იყოს უკანასკნელი სიტყვა, ბოლოს სიტყვა, უკანასკნელი ინსტანციის ჭეშმარიტება და ომი და ძალადობა და ძალმომრეობა არავის დასჭირდეს. ღმერთმა ქნას, მაგრამ სასურველი იქნება თუ ასე მოხდება. იქამდე კი რთული გზებით მივდივართ. აი ამ ვითარებამ, რაც ირანთან დაკავშირებით და ორმუზის გასასვლელთან დაკავშირებით ჩამოყალიბდა ბოლო პერიოდში, ვითარება ისეთ დაძაბა, ეკონომიკური ვითარება ისეთ დაძაბა, ფასების ისეთი ნახტომი მოხდა, რომ ჩვენ ჯერ კიდევ არ გვიგრძნია ეს ბოლომდე. კი, საწვავის ფასმა აიწია, მაგრამ საბოლოო ჯამში რეალურად ეს ჯაჭვი ჯერ არ გვინახავს, რაც შეიძლება ამას მოყვეს. თუმცა ჩვენზე ადრე ეს იწვნია ევროპა. აი მაგალითად ერთ-ერთი სიუჟეტი იმასთან დაკავშირებით თუ რა ხდება, თქვათ გერმანიაში. გერმანული მედიის ცნობით ახლო აღმოსავლეთში ომით გამოწვეული ეკონომიკური სირთულეების გამო გერმანიაში წელს შესაძლოა 200,000 სამუშაო ადგილი გაუქმდეს. ამერიკა-ისრაელის ირანზე სამხედრო ოპერაციამ გერმანიის ეკონომიკაზე გავლენა უკვე მოახდინა. ვითარებას ართულებს ამერიკასთან ევროპის სავაჭრო უთანხმოებებიც. გერმანული მედია აღნიშნავს, რომ ამ ვითარებაში გერმანულ კომპანიებს გაკოტრება ემუქრებათ, რის გამოც მათ თანამშრომლების დათხოვნა მოუწევთ. კვლევების თანახმად გერმანიაში 2026 წლის დასაწყისში რეკორდულად დიდი რაოდენობის კომპანია გაკოტრდა ბოლო 20 წლის მაჩვენებელთან შედარებით. აი კონკრეტული ერთი სიუჟეტი ძალიან ბევრის მთქმელი, მრავლის მეტყველი. რა ხდება, თქვათ გერმანია მოგახსენებათ, ეს არის ლოკომოტივი ევროპული ეკონომიკის. და გერმანიაში თუ ეს ამბები ტრიალებს და ასეთი ვითარება ყალიბდება, მაშინ თქვენ წარმოიდგინეთ რა მოხდება კონტინენტზე. თელ კონტინენტზე, ევროპაზე, ევროპულ სახელმწიფოებში. ურთულესი ვითარებაა შექმნილი. ამას ემატება ისიც, რომ ევროპასა და ამერიკას შორის, როგორც იტყვიან ხოლმე, შავმა კატამ გაერბინა. ამას ემატება ისიც, რომ ნატოში უკვე დიდი სერიოზული ნაპრალი გაჩნდა. აი მაგალითად ნატოს შესახებ როგორ მსჯელობს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ბატონი რუბიო. მე ყოველთვის ნატოს დიდი მხარდამჭერი ვიყავი. ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც მხარს უჭერდი ალიანსს, არის ის, რომ ჯერა ბაზების განთავსების ეს უფლებები გვაძლევს პერკეტებს, მოქნილობასა და ოპერაციულ შესაძლებლობებს მთელ მსოფლიოში. მაგრამ თუ ნატო მხოლოდ იმაზეა დაყვანილი, რომ ჩვენ დავიცვათ ევროპა თავდასხმის შემთხვევაში, ხოლო ისინი უარს გვეუბნებიან ბაზების გამოყენების უფლებაზე, მაშინ როცა ეს ჩვენ გვჭირდება, ეს არ არის მაინც და მაინც კარგი შეთანხმება. რთულია ასეთ პროცესში ჩართული დარჩე და თქვა, რომ ეს კარგია ამერიკის შეერთებული შტატებისთვის. ასე რომ, ყოველივე ეს გადახედვას საჭიროებს. ეს ყველაფერი უნდა გადაიხედოს. აი ასეთი არის დამოკიდებულება. და ეს დამოკიდებულება მარტო ტრამპის ხშირად ცვლადი გუნება განწყობის გამოძახილი კი არ არის. ეს ის რეალობაა, რომელსაც სხვა ძალიან გაწონასწორებული და მიზანმიმართული თანმიმდევრული პრეზიდენტის რომ ყავდა დღეს ამერიკის შეერთებულ შტატებს ვერ ასწდებოდა. იმიტომ რომ ევროპის გზა, ევროპული უგუნურება, ევროპული მიდრეკილება ახალი ომის გაჩაღებისკენ და ევროპული წინ დაუხედაობა ისეთ მასშტაბებს აღწევს, რომ შეუძლებელია მასთან სტრატეგიული პარტნიორობა გქონდეს, თუნდაც ისეთი სახელმწიფოსთვისაც კი, როგორიც გახლავთ ამერიკის შეერთებული შტატები. ამიტომ ეს ძალიან დამაფიქრებელი მოვლენებია და შორს მიმავალი პროცესებია, რომლის გათვალისწინება აქიდანვე გვმართებს. ჩვენ ხომ უნდა დავაკვირდეთ, რა ხდება და რა შედეგები შეიძლება დადგეს საბოლოოდ. და აქედან გამომდინარე რაღაც გარკვეული ნაბიჯები გადავდგათ, რომელიც სამწუხაროდ, როგორც უკვე ვთქვი და ვისაუბრე ამ გადაცემაში, ჯერჯერობით არ ჩანს. თვითონ ამერიკის შეერთებულ შტატებშიც ძალიან რთული ვითარება. ტრამპის გუნდმა შეიძლება ითქვას, რომ უკვე რღვევა დაიწყო.
22 აპრილის საღამოს პენტაგონმა მოულოდნელად გაავრცელა ცნობა ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო საზღვაო ძალების მდივნის ჯონ ფელანის თანამდებობიდან წასვლის შესახებ. გადადგომის მიზეზი უცნობია, თუმცა მრავალ კითხვის ნიშანს აჩენს, რადგან ვაშინგტონის სამხედრო ოპერაცია ახლო აღმოსავლეთში ჯერ არ დასრულებულა. მიუხედავად საბრძოლო მოქმედებების თვალსაზრისით, აღებული პაუზისა და დიპლომატიური ჩიხის ფონზე ირანთან გაურკვეველი ვადით გახანგრძლივებული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებისა. ამავე დროს ვაშინგტონი განაგრძობს ირანული პორტების ბლოკადას. დონალდ ტრამპის ადმინისტრაციიდან წამსვლთა რაოდენობა ბოლო პერიოდში გაიზარდა. მართალია ჯონ ფელანი პირველია სამხედრო მეთაურობიდან, თუმცა ამ სექტორიდან პიტ ჰექსეტმა არმიის ოფიცერი გენერალ რენდი ჯორჯი გაათავისუფლა. მანამდე კი ამას წინ უძღოდა თავდაცვის უწყებების სხვა მაღალჩინოსნებისა და გენერლების დათხოვნაც. გარდა ამისა, მიმდინარე წლის აპრილში დონალდ ტრამპმა სპეციალური განკარგულება გამოსცა, რომლითაც თანამდებობიდან გაათავისუფლა ამერიკის შეერთებული შტატების გენერალური პროკურორი პემ ბონდი. ვითარება ამერიკის შეერთებულ შტატებშიც, როგორც ამ სიუჟეტიდანაც გამოჩნდა, სხვა მრავალი სიუჟეტის ბოტანა შეიძლება რა თქმა უნდა, უკიდურესად დაძაბულია. დაძაბულია თუნდაც იმის გამო, რაც მოხდა ახლო აღმოსავლეთში, კერძოდ ირანში და რა შედეგებამდე შეიძლება მიიყვანოს ამან არა მხოლოდ ირანი, რა თქმა უნდა, ირანისთვის ურთულესი საკითხია, თვითონ ამერიკის შეერთებული შტატები. ძალიან რთულ შედეგებამდე. ახლა ყველაფრის მოტანას არ ვაპირებ, არ გადაგყოლით, მაგრამ ძალიან ბევრს ლაპარაკობენ ამერიკის შეერთებულ შტატებში იმ უარყოფით გავლენაზე, იმ უარყოფით ასახვაზე, რაც ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესებმა შეიძლება პოვოს ამერიკის შეერთებულ შტატებში. ამიტომ ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არის ძალიან დასაფიქრებელი. ახლა ერთი საინტერესო სიუჟეტი მინდა გავაჩვენოთ ცნობილ მილსადენთან, რომელსაც დრუჟბა ქვია. დრუჟბის მილსადენი სლოვაკეთისთვის რუსული ნავთობის მიწოდება აღდგა. პრობლემა, რომელმაც ევროკავშირის წევრ ქვეყანასა და ომში მყოფ უკრაინას შორის ურთიერთობა გაამწვავა, გადაჭრილია და მოსაოდნელია, რომ მოვლენების ამგვარი განვითარება კიევისთვის ევროკავშირის ფინანსური დახმარების გამბლოკვას გზას გაუხსნის. სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო, რომელმაც უნგრეთში საპარლამენტო არჩევნების ჩატარებამდე განაცხადა, რომ თუკი ვიქტორ ორბანი არჩევნებს წააგებდა, უკრაინა კი დრუჟბის მილსადენით ნავთობს არ გამოუშვებდა, ორბანის მთავრობის გზას, ანუ უკრაინის დახმარების შეფერხებას თავად გადაიბარებდა, ფაქტს დადებითად აფასებს. იგი მადლობას უხდის ყველას, ვინც პრობლემის გადაჭრაში მონაწილეობდა, მათ შორის უნგრეთსა და ევროკომისიას. უნგრეთისა და სლოვაკეთის უკრაინასთან ურთიერთობა მას შემდეგ გამწვავდა, რაც იანვარში ბუდაპეშტსა და ბრატისლავას დრუჟბის მილსადენით რუსული ნავთობის მიწოდება შეუწყდათ. უკრაინის ოფიციალური პირების განმარტებით ნავთობსადენი რუსული დრონების თავდასხმის შედეგად იყო დაზიანებული. რობერტ ფიცო ახლაც აცხადებს, რომ ამის არ სჯერა და რომ სინამდვილეში საქმე ნავთობის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებასთან გვაქვს. ჩვენ მნიშვნელოვანი როლი ვითამაშე დრუჟბის ნავთობსადენის გახსნაში, რომელიც რამდენიმე კვირის განმავლობაში იყო გაჩერებული და საკმაოდ დიდ პრობლემებს გვიქმნიდა. ჯერა რომ დრუჟბის მილსადენის ამ დილის 2 საათზე გახსნა ნათლად ადასტურებს, რომ იგი დაზიანებული არ ყოფილა. თქვენ იცით, რაზეც ვსაუბრობ. იგი არ დაზიანებულა. დრუჟბის მილსადენი და ნავთობი მიმდინარე გეოპოლიტიკური ბრძოლის ინსტრუმენტად იყო გამოყენებული. აი ასეთი ვითარება ამ დრუჟბის გახსნასთან დაკავშირებით, საიდანაც ჩვენ ვხედავთ, რომ ევროპაში როგორი უთანხმოება ორბანის წასვლით, ევროპაში უთანხმოების ფაქტორი არ მოხსნილა. პირიქით, ევროპაში შიგნით ჩდება ბზარები, ჩდება ნაპრალები, რომელიც რა თქმა უნდა უფრო სერიოზულ სახეს მიიღებს, მაგრამ თავისთავად თვითონ ის სიტუაცია, რომ აი ეს დაპირისპირებული სახელმწიფოები და ბლოკები, ახლა ამ კონკრეტულ შემთხვევაში ვთქვათ, რუსეთს უპირისპირდება მთელი ევროპა, უკრაინის ხელით. და ამ ვითარებაში, სწორედ უკრაინის გავლით მიემართება ევროპისკენ ეს ნავთობსადენი, რომელსაც დრუჟბა ქვია და რომელიც, როგორც ფიცო ამბობს, არც იყო წყობრიდან გამოსული, მაგრამ იქ რაღაცას მაიმუნობდა ზელენსკი, ამას არ აქვს მნიშვნელობა, ახლა ვთქვათ, აღდგა ეს. ესე იგი რა ხდება? ერთი ხელით ომი, მეორე ხელით ვაჭრობა, ურთიერთობა, ენერგომატარებლების მიწოდება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. უცნაური სიტუაცია. ეს ჩვენი ეპოქისთვის დამახასიათებელი თვისებაა. ამაშიც გარკვევაა საჭირო. ყველაფერი გაკვალული გზით არ მიდის და ისტორია ზუსტად არასოდეს არ მეორდება, მაგრამ ისტორია მაინც ბევრ რამეში მეორდება. ამიტომ
რთული ეს ამბები და ახლა ამ გადაცემის დასასრულს მინდა ერთ საკითხს შევეხო. ერთი კვირის წინ ზუსტად მე პირადად გავხდით ჩეჩნეთში, გროზნოში, სადაც ძალიან დიდი მნიშვნელობის ფაქტი მოხდა, იქ საზმო საფლავების კვლევა ძიება მიდის და აღმოჩნდა სამარხები დიდ სამამულოში დაუღუპული ქართველების. დიდი რაოდენობით, ათეულობით ადამიანია ასეთი, რომელიც აღმოჩენილი იქნა და რომელიც ჩვენს იმ საერთო ისტორიაზე მეტყველებს, რომლის გადახაზვა, როგორც არ უნდა სურდეს ეს დასავლეთი იქნება თუ მათი აგენტურა აქვს, ისე ადვილი ვერ იქნება. არ გამოდგეს ასე ადვილი და არც მომავალში იქნება ადვილი, ამიტომ ეს ფაქტორის გასათვალისწინებელი ფაქტორია. იქ ერთი კი არა, პრინციპში სამი დელეგაცია იყო წარმოდგენილი, ვეტერანთა საბჭო იყო, უკვდავი პოლკი იყო და იყო სამეგრელოს უხუცესთა საბჭო ბატონ ფრიდონ ინჯიას თავკაცობით. ჩვენ მიღება მოგვიწყო დუდაევმა, ვიცე-პრემიერმა ჩეჩნეთის რესპუბლიკისა და დავესწარით იმ ღონისძიებას, რომელიც ძალიან გულთბილ ვითარებაში ჩატარდა, ძალიან სენტიმენტალურიც იყო, ცრემლიანიც იყო, მაგრამ ისტორიის გახსენებაც იყო, ისტორიის თვალის გადავლება იყო და არა მარტო ისტორიისთვის თვალის გადავლება იყო, არამედ მომავლისკენ გახედვაც იყო. ერთ სიტყვით სიუჟეტი, რომელიც გავიდა ჩეჩნურ ტელევიზიებში. Чеченские поисковики установили имена 42 советских солдат, погибших в битве за Кавказ. Все они уроженцы Грузии, героически защищавшие Грозный в 1942-1943 годах. Спустя 80 лет бойцы, захороненные в братской могиле на Центральном городском кладбище, наконец перестали быть безымянными. Для восстановления связи поколений, прерванной войной, в чеченскую столицу прибыла грузинская делегация. Гостей поприветствовал заместитель председателя правительства, министр по национальной политике, внешним связям, печати и информации Ахмед Дудаев. Мы вам очень рады. Хочу поблагодарить вас за ту деятельность, которой вы занимаетесь, за тот проект, который вы реализуете. Не осталась в стороне и делегация из Грузии. Гости прибыли почтить память 42 воинов, погибших в битве за Кавказ и нашедших покой на Центральном христианском кладбище. Мы собрались сегодня в рамках всероссийской патриотической акции «Я вернулся, мама», цель которой – найти родственников этих героев, которые отдали свои жизни. Руководитель грузинской делегации напомнил, в основе нашей общей истории лежит не просто память, а дух истинного братства. Это единство, скрепленное кровью предков и великой победой, фундамент, на котором стоит наше настоящее. Спасибо большое, что вы так цените наших предков. Я хотел бы, чтобы та дружба, которая была у нас с нашими братскими народами, я хочу, чтобы все это увидеть возобновленным. Особое внимание в ходе встречи уделили роли Чеченской Республики в деле сохранения исторической правды. Делегаты выразили искреннюю признательность руководству и жителям региона за ответственное отношение к памяти павших. Как отметили гости, здесь не просто восстанавливают имена героев, но и с исключительным трепетом ухаживают за воинскими захоронениями. Я хочу в первую очередь поблагодарить главу республики за уважение тех бойцов Великой Отечественной войны, которые защищали нашу общую родину. Спасибо, братья мои, чеченцы, которые занимаетесь очень благородным делом. В битве за Кавказ грузинская сторона сыграла одну из ключевых ролей как надежный тыл Закавказского фронта, база для обороны. Сотни тысяч грузин сражались на фронтах, защищая перевалы, а Грузия принимала раненых и эвакуированные предприятия. Мы принимаем активное участие в розыске погибших. И те люди, о которых думали члены семьи, что они где-то в плену или пропали без вести, оказывается, они здесь, на вашей земле, покоятся тут. И это большое дело сделано, погибшие. Не зря тут похоронили. Они крепят нашу дружбу русского, чеченского, грузинского народа. Само название «Я вернулся, мама» отвечает тому вызову, который они обещали в свое время, уходя на фронт, что «Я вернусь, мама». И вот спустя 80 лет они исполнили свое слово и вернулись.
Работа по поиску солдат, погибших во время Великой Отечественной войны, продолжается. В этих мероприятиях принимают участие общественные организации, волонтеры, военнослужащие и сотрудники ОГВС. С каждым годом список опознанных бойцов пополняется. Валентина Савельева, Адам Бажиев, Аслан Азиев. Новости. პატარა სიუჟეტია ამ მოვლენასთან დაკავშირებული, 3 დღე გრძელდებოდა, რა თქმა უნდა, სიუჟეტი ყველაფერს ვერ მოიცავს. ძალიან ცრემლიანი იყო იმ ადგილების ნახვა, სადაც უშუალოდ ეს გააფთრებული ბრძოლები მიმდინარეობდა და სადაც ძალიან ბევრი ქართველი დაიღუპა. ჩვენ დაგვათვალიერებინეს ეს მიდამო, ეს მინდორი, უზარმაზარი მინდორი, მდინარის აქეთ იქით და ეს მინდორი დღესაც დანაღმულია, დღესაც იქ სამუშაოები, განაღმვის სამუშაოები ბოლომდე არ არის დამთავრებული, ამიტომ თათუ საფრთხოც არ არის, მაგრამ ჩვენ მაინც დავათვალიერეთ ეს ადგილები, რა თქმა უნდა, ეს იყო, როგორც გითხარით, არა მარტო წარსულის გახსენება, არამედ მომავლისკენ გახედვის ერთი კონკრეტული ფრაგმენტი. ეს იყო დასავლური ფაშიზმი. ეს იყო დასავლეთის ბრძოლა იმ გაერთიანებული რესპუბლიკების წინააღმდეგ, რომელსაც სოციალისტური სისტემა აერთიანებდა და რომელშიც ჩვენი ღირსეული ადგილი ჰქონდა. ეს ბრძოლა არსად არ წასულა, ეს ბრძოლა არ დამთავრებულა მას შემდეგაც, რაც ის ქვეყანა, ის სახელმწიფო უკვე აღარ არსებობს. საბჭოთა კავშირი დაიშალა, სოციალისტური სისტემაც დაიშალა, მაგრამ ბრძოლა მაინც მიმდინარეობს. ბრძოლა მიმდინარეობს ყველა უბანზე და მათ შორის ბრძოლა მიმდინარეობს რელიგიის წინააღმდეგ, მართლმადიდებლობის წინააღმდეგ. და მინდა დღეს, როდესაც ძალიან მნიშვნელოვანია რელიგიაზე საუბარი, მართლმადიდებლობაზე საუბარი, დღეს, როდესაც გადამწყვეტი დღე დგება უკვე იმისთვის, თუ რა გაგრძელებას პოვებს ის უდიდესი საქმე, რაც უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დატოვა საქართველოში. აი ამ დროსაც კი არსებობენ ადამიანები, რომლებიც საკუთარ თავს აი ამის უფლებას აძლევენ, რასაც ახლა მოისმენთ. 9 აპრილის ფაქტიც ასევე გვაფიქრებინებს, რომ წყემსიკეთი ლიგ თავს გაწირავდა და გადაეფარებოდა დაუშვათ პირდაპირ ამ ჯალათებს და არ გაეპარებოდა იქიდან. წარმოგიდგენიათ, ეს კაცი, რომელსაც პრეტენზია აქვს, რომ სასულიერო პირია, პატრიარქს აბრალებს იმას, რომ ის გაიპარა იმ ველიდან. პატრიარქი კი არ გაიპარა, პატრიარქმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ის ცოდვის კალო არ დატრიალებულიყო, ის ტრაგედია არ მომხდარიყო. ყველაფერი გააკეთა, რაც მის ხელთ იყო. მან მოუწოდა მის შვილებს, რომ საფრთხე რეალურია, საფრთხე არსებობს და ამ ტრაგედიაში თავის გაყოფის არავითარი აუცილებლობა არ არსებობს. სხვა რა შეეძლო პატრიარქს, მაგრამ ჩვენ ხომ გვახსოვს, როგორ განვითარდა იქ მოვლენები, როგორ ითავა სამოქალაქო, ასე ვთქვათ, ლიდერებმა მაშინდელმა, თუნდაც მამაო ჩვენოს წაკითხვა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მე უკვე ვილაპარაკე ამ გადაცემაში იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ გაიპარა ბრძოლის ველიდან. ეროვნული მოძრაობის თავკაცები გაიპარდა. ხვალ სრულდება 40 დღე. იქიდან რაც პატრიარქი აღარ არის. ხვალ 40 დღე შესრულდება. პატრიარქი უკვე ქრისტესთან არის, პატრიარქი უკვე მაცხოვრის გვერდითაა, პატრიარქი უკვე ღვთაებრივ ნათელში. ამიტომ აქ შევასრულებ ამ რიტუალს, რომელსაც ვასრულებ ხოლმე ამ გადაცემის ბოლოს, ავანთებ სანთელს და გთხოვთ ვილოცოთ პატრიარქსაც, ვილოცოთ სამშობლოზეც და რაც მთავარია, ვილოცოთ მართლმადიდებლობას, რომელიც არის საფუძველთა საფუძველი ჩვენი ისტორიისა და ჩვენი მომავლისა. ეს არის ერთადერთი სწორი და ჭეშმარიტი გზა. აი ამ მიმართულებით, ამ გზით უნდა ვიაროთ, იმ სიჯიუტით, იმ სიკერპით მე ვიტყოდი, როგორც ეს ანგელოზი ჩვენი გადაცემის დასასრულს მიემართება ამ კიბეებზე მისთვის ძნელად დასაძლევ ამ ბარიერზე, იმისთვის რომ მიეახლოს ღმერთს, იმისთვის რომ მივიდეს ეკლესიასთან, მივიდეს სიკეთესთან, სიყვარულთან, ჭეშმარიტებასთან და რა თქმა უნდა ანთებულ სანთლებთან.
ეს არის ერთადერთი სწორი, ნაცადი, ისტორიულად გამოცდილი გზა, რომელიც იხსნის ერთს, ქვეყანას, ხალხს და მომავალს. აი თითქმის ყველაფერი ის, რის თქმაც დღეს ამ გადაცემაში სურდა ასე თუ ისე მოვაბია მას თავი და გადაცემას დავამთავრებ იმ იმედით, რომ მომავალ პარასკევს საღამოს 7 საათზე ისევ შევხვდებით ერთმანეთს გადაცემაში სპეციალური გამოშვება. ნახვამდის.